საღამოშვიდობის მეგობრებო, ფედერალისტების პოდკასტი საღი აზრი დაბრუნდა. დღეიდან ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ჩვენ YouTube არხზე გავა საღი აზრის სერიები და აქვე მოგიწოდებთ თუ ეთანხმებით ჩვენ სიტყვას, შინაარსს გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და დაგვეხმაროთ ამ შინაარსის გავრცელებაში, რადგანაც მთავარი იარაღი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის სიტყვა და ის უნდა მივიტანოთ საქართველოს მოქალაქეებამდე. საღამოშვიდობის გიგო. საღამოშვიდობის მივესალმები ყველას. გაგვიცდა დრო, გარდა დღესასწაულების იქამდე ჩემი გრიპის ვაქცინის არ გაკეთების გამო გრიპმა ჩამაგდო დიდი ხანი, ანუ რეკლამას უკეთებ, რომ დაიზღვიოს ხალხმა თავი და ეხლა ვაპირებ, რომ მრავალგზის ცდობის მერე ეს გავაკეთო და აღარ გქონდეს ჩავარდნები. ხო, დღევანდელ თემას როცა ვარჩევდით, ამ რაზე უნდა გველაპარაკა, მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი ლინკოლნი დღეის მდგომარეობით უკვე ირანთან თავის მოიერიშე ჯგუფთან ერთად ირანთან ახლოს მდებარეობს და სავარაუდოდ ახლო მომავალში, ანუ არის ამის მოლოდინი, რომ შეიძლება სამხედრო ქმედებები განახორციელოს აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ, ან თუნდაც დიპლომატიური წნეხისთვის გამოიყენოს ცხელი ფაზა მსოფლიო პოლიტიკაში და რადგანაც ამ პროცესების მიმართ ინტერესი არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც არსებობს, გადავწყვიტეთ შევეხოთ რა ხდება დღეის მდგომარეობით გლობალურად პოლიტიკაში და ეს ახსნათ ირანის, ვენესუელის და გრენლანდიის მაგალითებს. ხო, ყველაზე უფრო ცხელი ამ კონტექსტში რაც იყო, მათ შორის ჩვენ ეგრეთ წოდებულ ბაბლში კი არა, მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან სპეციფიური კუთხით და მაგ სპეციფიურ კუთხესაც უნდა შევეხოთ. ხო, ანუ თავარი ამბავი ის არის, რომ ჩვენ გარდა ის საერთაშორისო მიმოხილვის ამბიცია მე არა მაქვს. ანუ როგორც საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის პოლიტიკაში ყოფი ადამიანები, ანუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. და მათ შორის რა ტიპის რეაქცია არის სწორი იმ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დღეს. ხო, მოკლედ ქრონოლოგიურად შევაჯამებ თუ რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები განვითარდა ამერიკის 57 პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. მისმა ადმინისტრაციამ თავიდანვე ჯერ საარჩევნო პერიოდში და შემდეგ უკვე როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა საკმაოდ ცალსახად განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა ქონდეს შეცვლილი პრიორიტეტები, რომ ევროატლანტიკური ურთიერთობა არ იქნება ისეთ პრიორიტეტული, როგორც იყო ცივი ომის დროს და შემდეგ პოსტცივი ომის ფაზაში. ამ სიტყვებით არა, მაგრამ ამ სიტყვებით არა, ხო, მაგიტომ მოკლედ ვაჯამებ, იმიტომ ძირითადი აქცენტი უნდა გადასულიყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ჩინეთის შეკავებაზე, რადგანაც ჩინეთს ასახელებს ადმინისტრაცია მთავარ გამოწვევად, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატების ეროვნულ ინტერესებს და ზოგადად გლობალურად პლანეტაზე მშვიდობას და კონკურენციას შეეხება. აქედან გამომდინარე განისაზღვრა ასევე უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც შემდეგ თავდაცვის დოქტრინაშიც ფაქტობრივად იდენტურად იქნა ასახული, რომ დასავლური ნახევარსფერო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული ინტერესის სფერო და იქ არ შეიძლება იყოს უცხო ძალის გავლენები, განსაკუთრებით ისეთი უცხო ძალების გავლენები, რომლებიც რაღაც რევიზიონისტური იდეებიდან ამოდიან, ან ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. საფრთხეს უქმნიან მის ეროვნულ უსაფრთხოებას. და ამ კონტექსტში, თავიდან ქრონოლოგიურად ჯერ ირანი იყო, როდესაც განხორციელდა ინტერვენცია ისრაელთან ერთად, ანუ დახმარება გაუწია ამერიკის შეერთებულ შტატებმა ისრაელს, რადგანაც ისრაელიც ფაქტობრივად ებრძვის ექსისტენციალურ საფრთხეს, რომელიც მდგომარეობს აიათოლების რეჟიმში, სადაც სახელმწიფო დოქტრინის დონეზე აყვანილი ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და დაეხმარა ამერიკის შეერთებულ შტატები უპრეცედენტო ჩარევით იმ თვალსაზრისით, რომ დაბომბა ირანის ბირთვული შეიარაღების რაღაც პოტენციალი გაანადგურა. ეს მონაცემები გვაქვს დღეის მდგომარეობით, ანუ საპირისპირო არავის განუცხადებია. და შემდეგ მოყვა რიტორიკულადაც და ქმედებებით თავიდან ვენესუელასთან მიმართებით, ანუ ლათინურ ამერიკის ნაწილ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთთან და ჩინეთთან და ირანთან, ხო, ეს ღერძი იკვეთება და ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ და გრენლანდიასთან დაკავშირებით, რამაც ეხა მათ შორის, ანუ პროდასავლურ ფლანგში, არ მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად რაღაც გაუწყობება გამოიწვია, იმიტომ გრენლანდია არის
ამერიკის შეერთებული განგაშიც კი, იმიტომ არის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი დანის სუვერენული ტერიტორია, სადაც რიტორიკის დემოკრატიული ქვეყნის გზავნილი გაჟღერდა, რომ გრენლანდია ჭირდება. ხო, პირდაპირ განაცხადა, რომ გრენლანდია გადმოგვიდეთ ჩვენ, როგორც ახასიათებს ხოლმე ტრამპს და შემდეგ ქმედებები განხორციელდა იმ თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკება რა შეიძლება შეიცვალოს. ანუ გრენლანდიასთან დაკავშირებით და ესეც ახსნა, თუ რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის გრენლანდიაზე გავლენები მისთვის აუცილებელი, როგორ უნდა მოხდეს რუსეთის და ჩინეთის შეკავება, რომლებიც ცდილობენ არქტიკის რეგიონში და გრენლანდიასთან მიმართებით თავისი გავლენები გააფართოვონ და რატო ვერ ეწინააღმდეგებოდა ამას დანია და ევროპის კავშირი აქამდე, რაც მათი უშუალო ვალდებულება იყო, თუნდაც იგივე მათი ინტერესი ბუნებრივია. თუნდაც იგივენაირად ნატოს შეთანხმებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ალიანსის გავრცელებას ალიანსის წევრებს საფრთხეს უქმნის, ეს ალიანსის თითოეულმა წევრმა უნდა აღკვეცოს და შენი სუვერენული ტერიტორია როცა არის, შენ ცოტა უფრო მეტი უნდა გააკეთო შეიძლება ვიდრე სხვა პარტნიორები, მაგრამ აქაც ლოდინი იყო რომ ვაშინგტონს დაელოდებოდნენ, რას განახორციელებდა ვაშინგტონიდან, ეხლა გვესმის ხო, რომ გრენლანდია შემდეგ ვენესუელაში განხორციელდა წლის დასაწყისში უპრეცედენტო, ხო არ ვიცი, სპეციალური ოპერაცია, სამხედრო ოპერაცია, თუ რასაც რა უნდა დავარქვათ ამას, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტის, ან ფაქტობრივი მმართველის მადუროს და მისი მეუღლის დატყვევება ამერიკაში ჩაყვანა და ეხა უნდა გასამართლდეს რაღაც ნარკოკარტელის შექმნის გამო, რომელიც ასევე ამერიკის ეროვნულ ინტერესებსა უსაფრთხოებას იყო შეიძლება თორემ ნორიეგას ამბავი. კი, გასაგებია. ანუ ის არის ხო ლიდერის კიდე განსხვავებებიც არსებობს, რა თქმა უნდა. შორს განსხვავებები მასშტაბში ქვეყნის და იმიტომ იქ სამხედრო ბაზა აქვს, სამხედრო მოლოდინებიც არსებობდა იმ ეპოქისთვის და ამ ეპოქისთვის. მათ შორის ეპოქების ჩინეთის და რუსეთის იყოფნა, ამიტომ რაღაც ცოტა განსხვავებული მოლოდინები ხო გვახსოვს, რომ მადურო გამოდიოდა და მღეროდა, რომ თუ ეგეთი ძლიერი ხარ, მარკო რუბიოს მოუწოდე და ჩამოდი და მომაკითხო. ანუ იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ის უსაფრთხოების მექანიზმი, რაც თვითონ შექმნა ჩინეთის და რუსეთის დახმარებით, რომ ამას გაუძლებდა და ამის ფონზე 3 საათში მგონი ნიუ-იორკში ჩააფრინოს, ხო? და ნუ ამან გამოიწვია ძალიან ბევრი მათ შორის ხო ჩვენ ზოგადად თანამოაზრეებში, ანუ დასავლური ცივილიზაციის გულშემატკივრებში, რომლებიც მოიაზრებენ თავს დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ადამიანებში, ექსპერტებში, საქართველოშიც მათ შორის და ანუ ლიბერალებში სერიოზული აღშფოთება, რომ ეს წესრიგი დამთავრდა ანუ ლიბერალებში ყველანაირი გაგებით, ანუ ბევრი ადამიანის თვალში შეშფოთება ვინც ზოგადად იმ ფასეულობებზე დგას, რასაც ევროატლანტიკური, ანუ დასავლური ცივილიზაციის ფასეულობები ქვია, იმიტომ რომ ლიბერალობა უფრო ვიწრო ტერმინიც არის დასავლურ კონტექსტში, ხო? მემარცხენე ამ შემთხვევაში უფრო ფართო იყო და არის ეს დისკუსია. ხო, მაგრამ ჩვენ მაინც ესე მოვიქცევით საქართველოს კუთხიდან შევხედოთ, ყველაზე მეტად შევხედოთ, იმიტომ რა გავლენა ხო, იმიტომ მართლა მიმოხილვები ხوار ვარ საერთაშორისო ემისიაში. ხო, იმიტომ რომ აქაც რა ხდება ჯერ და რა გავლენა ჩვენზე. ისეთი ფორმა მიიღო ამ თემებზე დისკუსიამ, რაც თავისთავად absolut ნორმალურია. ხო, თავისუფალ საზოგადოებაში იმაზე რა ხდება, თავისუფალი საფრთხის ლიდერი ქვეყნის, თუნდაც შიგნით ან მით უმეტეს ამ ქვეყნის პოზიციონირება ამათვის საერთაშორისო საკითხზე ლეგიტიმური თემაა კი არა, გარკვეულ თემა იყოს ხო. ჩვენთან იმის გათვალისწინებით, სადაც ვართ, რამხელა საფრთხე გვაქვს ჩვენივე დღეს ფაქტობრივი ხელისუფლებისგან, რეჟიმისგან და ვის საქმესაც აკეთებს გარემტრი რუსეთისგან, ზოგჯერ კომიკური ელფერი შეიძინავს, ტრამპისტები და თქვენ ჩვენ გვიწოდებენ ტრამპისტებს და რაღაცა კომიკური განცხადება, რომ სიმართლე უნდა თქვა, გაბედოთ ტრამპს, ნუ ეფერებით, ანუ ის გეგონება რა საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკა ეგ იყოს რა ტესტი გაბედულების ეს ისეთ ძალიან ცუდი ანალოგია, მაგრამ ცნობილი იმედის ფარდები მაინც აიღო, ხო? ხო, ანუ ხო და ნუ ის არის, ხო? ანუ კომიკურია. იმის მაგივრად რომ ჩვენ ფოკუსირებული ვიყოთ, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის მხილებაზე, როცა ის ამ თავის ნიაღვარში ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებს აკეთებს და ამაზე ვილაპარაკებთ ცოტა ხანში, ხშირად კარგ ადამიანებსაც ეს ძლევთ ხოლმე, ხო, რაც არ მოეწონებათ ან ფუნდამენტურად მათი აზრით არასწორია და ისეაც შეიძლება არასწორია. ამ დისკუსიაში აღარჩევდი ვარ, ამაზე რაღაცა ვირჩუ სიგნალინგი, რომ ვითომ რაღაცას ებრძვის და იმას მაგვაქვს ანეკდოტი რეიგანმა რომ მოყვარო. საბჭოთა მოქალაქეს და ამერიკელ მოქალაქეს შორის, რომ ხო, ყველა მიცის, მაგრამ მაინც რომ გავიხსენოთ, ხო, რომ ჩვენთან აი სიტყვი ეჯიბრებოდნენ, ჩვენთან სიტყვის თავისუფლება შეიძლება გამოხვიდე და
პირდაპირ აგინო მთავრობასო დეცახსნით თქვა რომ ამერიკის პრეზიდენტი და ცუდი ადამიანია დამნაშავეო უფრო დეტალი იყო ოთახში შეხვიდეო ოთახში შეხვიდა და ამაზე საბჭოთა მოქალაქემ ანუ რუსმა საბჭოთა მოქალაქემ შეგვიძლია თქვა ბაზრო რომ ჩვენთან შეგიძლია როცა გინდა მაშინ წითელ მოედანზე და იქ მიყვალ და შეგიძლია თქვა რომ ამერიკის პრეზიდენტი რეიგანია დამნაშავე ბოროტმოქმედია ხო და ეხა ეგრე არ უნდა გამოვიდეთ საქართველოში ჩვენს Facebook-ზე ქართულად წერენ მათ შორის საქართველოში არ მყოფი ადამიანები რომელიც იქაური ამ დისკუსიით მოსულები არიან და აქ ახკეთებ ვირჩვისგან თუ შეეკამათე რაღაცა სხვა ხედვა გაქვს იწყება ეს რაც კომიკური ხილება ამაზე მაგრამ ეს კონტექსტი იყო დაუბრუნდე თვითონ ამას რაც შენ მოხაზე ამას და რას ნიშნავს ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის აი ესე შრალად რომ მივუდგეთ პირველ რიგში სანამ აი გავშლით მათ წუხილებზე რეაქციას ან თითქოს არსებობდა საერთაშორისო წესრიგი რომელიც დღეის მდგომარეობით ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაარღვია და ანუ სხვა წესრიგში უნდა გადაიღო. ეს უკვე მათ ხელებისა, უბრალოდ ჯერ პირველ მინდა თქვა რომ აი ყველაფერს თავი დავანოთ ამ ყველაფერს შორს შევიდეთ ეს საქართველოს მოქალაქისთვის, მათ შორის ისეთი ადამიანისთვის რომელიც დროს არან ვერ უთმობს რაღაც ბევრი ტელს, აი კარგი გაგებით შროლი ადამიანისთვის გასაგები რო იყოს და ჩემი აზრით მანდ განსხვავება არ არის. ჩვენსა და ნებისმიერ ადამიანს შორის ვინც უფრო მეტ დროს უთმობთ, ანუ ყველაზე მარტივი ტესტია. ყველა ადგილი სადაც შენი მტერი სუსტდება, ყველა მოვლენა სადაც შენ მტერს, ანუ საქართველოს მტერს ამ შემთხვევაში რუსეთს და ყველა მის მოკავშირეს ჩინეთს ირანს. პოზიციები უსუსტდება, კარგავს რესურსს, კარგავს მოკავშირეებს, არის ყველა სხვა ფაქტორს თავი რომ დავანებოთ ავტომატურად კარგი. ანუ აი ამასთან კამათი ხო სპეციალურად მინიმალური დონიდან ვიწყებს საუბარს. ანუ ჩვენ ყავს მტერი, რომელსაც ჩვენი განადგურება უნდა, რომელსაც ოკუპირებული ყავართ, რომელსაც გენოციდი ჩაგვიტარა, რომელიც ზოგადად თავისუფლების მტერია მსოფლიოში, ის არის შეკრული სხვა ტირანიებთან ან დიქტატურებთან, ავტორიტარულ რეჟიმებთან, რომელიც ასევე საფრთხეს წარმოადგენენ. მათ შორის იმ წესრიგისთვის, რასაც ყველანი ისკენ ულტვიდა ზოგიერთი რასაც მისტირის ახლა არასწორად ამ მოვლენის შედეგად და ამიტომ ავტომატურად ნებისმიერი მოვლენა, სადაც ამძალებს აკლდებათ რესურსი და ძალა არის ჩვენთვის კარგი, რამდენად კარგი და ეს ეყოფა თუ არა ამაზე არ ვლაპარაკობ. თავისთავად ცალკე აღებული თანაზმო ვითარებაში რომელიც გამოჩნდა. ხო, ანუ რაც მოხდა ვენესუელაში. ანუ გასაგებია ყველა ნორმალური ადამიანს უნდა რომ ვენესუელების პირველ რიგში რა თქმა უნდა რომ ამაზე არ გაჩნდეს ეს პროცესი და იქ მთლიანად მოხდეს ტრანსფორმაცია. ხო, ჯერ პოლიტპარტნიორები გამოუშვეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამაზეც სახია ხოლმე რომ თუ ის რეჟიმი დარჩა, ოღონდ რაც უკვე მოხდა, ეს ყველა ვარიანტში არის იმასთან შედარებით, სადაც იყო კარგი. იმიტომ რომ ძალის ხო მეორე ნაწილზეც გადავალ, იმიტომ რომ რუსეთს, ჩინეთს, ირანს მოაკლდათ რესურსი და ხალხაჭერა. მე ისევ მათ ცინიკურ არგუმენტს პასუხობთ რომ ჩვენ მოვისმენთ ხო ეს რომ თუ ის რეჟიმი დარჩა და უბრალოდ პროამერიკული იქნა, ეს ხო არ არის კარგი. რა თქმა უნდა, ეგ არ არის, კაი არის, როცა თავისუფალი ქვეყანა იქნება და მე არ პროგნოზს არ ვაკეთებ, მაგრამ რაც ამას დისკუსია. მაგრამ მინიმუმ გაიზარდა არსებითად, რომ ეგ მოხდეს. მაგრამ უკვე რაც მოხდა, რომ ჩვენ მტრებს და მთელ სოფლიოში თავისუფლების მტრებს მოაკლდათ კიდე ერთი დიდი ქვეყანა, რომლის რესურსსაც ადგილს, ანუ ტერიტორიას, ავთობს, ყველაფერს იყენებდნენ საკუთარ ინტერესისთვის, ეგ უკვე კარგი. და ამას როგორ უნდა შეიკამათოს ვინმე არ მესმის ისევ გადავალ მე იმაზე სხვა წუხილებზე ზოგიერთ ნახევრად ლეგიტიმურზე და დანარჩენებზე ჩემი ეს არადეკვატურზე უპასუხებ მაგრამ ეს ხო უდაოა ისევ როგორც უდაოა ის რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ რომელიმე ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ ადამიანებს მათ შორის დასავლეთში შიგნით რა მწვავე დისკუსიაც არის და ჩვენთან თუმეტეს ნებისმიერი გამოვლენა ამერიკის ძალის რომ ამერიკა ძლიერია რო ის სტერეოტიპი რომ ამერიკა ძალას ვეღარ იყენებს და პოლიტიკური რაღაცა მიდგომების გამო რომ decline-ში არის ძალის თვალსაზრისით. ანუ ამის შემოტრიალება ასევე ნებისმიერი თანაზომადი განვითარების სცენარის შემთხვევაში არის კარგი. ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დაანებოთ ისევ შეგნებულად ამ წამს არ შევდივარ დისკუსიაში ამას 2 წუთში დაუბრუნდებით, რასაც იძახია რა არგუმენტებსაც და რასაც ავრცელებენ და მე რასაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა იყენებს თავისებურად თავის ნიაღვარში ერთ-ერთ კომპონენტად, ხო? მისი ოპონენტების შეფასებებსაც საზიანოთ, ჩემი აზრით, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ეს ორი რაღაცა, მე ვერ ხვდები ამას როგორ შეეკამათოს ვინმე. სხვა რამებზე არ გადავდივარ, რომ ცალკე აღებული მტრის დასუსტება და იმ ქვეყნის გაძლიერება, რომელიც ნებისმიერ დისკუსიის პირობებში აი როგორც არ უნდა უყურებდეს ადამიანი, ყველა ვარიანტში არის იმ შანსის გაზრდა, რაც საქართველოსთან ქვეყნას სჭირდება. ხო? ეს ორი ფაქტორი არის უდაო. ანუ არ არსებობს სცენარი, სადაც მტრის დასუსტება და სოფლიოში როგორ შეფასებებიც არ უნდა ქონდეს ლიდერი, თავისუფალი სამყაროს ლიდერის ამ ეტაპზე ისტორიის მონაკვეთზე დიდი გაგებით გაძლიერება და ძალის დემონსტრირება არის თავისთავად არ არის კარგი. ეს არის კარგი ზოგადად სოფლიოსთვის, თავისუფლებისთვის და
ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ისევ არ გაურბივარ იმ არგუმენტებსაც აქვს დაუბრუნდები, მაგრამ ეს უდაო. ხო, და თუნდაც ნარატივის დონეზეც არ უნდა დაითმოს ის, რომ თითქოს ეხა დაიწყო საერთაშორისო წესრიგის დაგროვა. არა, მაგაზე მივიდოდი, ეგ არის მათი არგუმენტები, ხო რა, რას ეგ უნდა ჩამოუთვალოთ, ხო, რას ამბობენ. ხო, რას ამბობენ და არა მარტო საქართველოში, მაგრამ ჩვენ საქართველოში გვაინტერესებს ჩვენ. ეხლა მაგალითად საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო წესრიგის უგულვებობა ხდება. ამიტომ რაღაც ისტორიულადაც უნდა გავახსენოთ, ხო? რომ ცივი ომის შემდეგ ეხლა უნიპოლარულ სამყაროს დაუძახებ ამას თუ პაქს ამერიკანას ოქროს ღანას, ის წესრიგი, რომელიც დამკვიდრდა მსოფლიოში, ვინც დაიწყო დარღვევა, ეს იყო რუსეთი, ჩინეთი, თავისი პროქსი მოკავშირეებთან ერთად, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. ამ ქვეყნებმა, ავტორიტარულმა და ტოტალიტარულმა ქვეყნებმა დაიწყეს რევიზია ამ წესრიგის, ის თავის ინტერესების ისე გატარება, რადგან დაინახეს, რომ დასავლეთში არ არსებობდა ძალისმიერი პასუხის მზაობა ამ პოლიტიკურ სპექტრში და ხო, ფიგურები ისე გადაადგილეს ამ ჭადრაკის დაფაზე, რომ სულ უფრო მეტი გავლენა მოიპოვეს და ამას ეძახდნენ თურმე წესრიგს და ის რომ დღეს გაჩნდა დასავლეთში ძალა, რომელიც პასუხისგაცემას აპირებს და არ ავტოკრატებს და ძალის გამოყენებისთვის მზად არის. ძალის და არა მარტო თავის ნახევარსფეროში, როგორც და რომელიც აბრუნებს იმ ძველ რომაულ სიბრძნეს, რომ თუ გინდა მშვიდობა, იმზადე ომისთვის და ამ სიბრძნეში და პრინციპში ის კი არ არის მთავარი ომისთვის მზადება, რომ ეს ხდება მშვიდობის სამსახურში, რადგან ჩვენ გაძლევს სწორედ, როდესაც ხარ ძლიერი და როცა არსებობს ძალის გამოყენების მზაობა, ეს არის სწორედ ომის პრევენცია. რაც დასავლეთს მანამდე არ ქონდა, რასაც დასავლეთი არ ასხივებდა მანამდე და რაც გამოიყენა სწორედ ავტოკრატიულმა ხო, თორსოშურსაც ჩვენთვის საქართველოს ქართულებს მნიშვნელოვანი ერთ-ერთი საკვანძო მომენტი 2008 წელი. ხო, როდესაც ძალისმიერი ნაბიჯი გადაიდგა, ანუ ცივ-ომში საბჭოთა ბოროტების იმპერიის დამარცხების შემდეგ, როცა იყო ეგრეთ წოდებული უნიპოლარული მომენტი, ანუ ამერიკის დიდი პირატესობის დომინაცია, შეგვიძლია ვიდაოთ, რომ ცივ-ომის დროსაც იმ წესრიგსაც ყველა გამოწვევით რაც არსებობდა და ყველა საფრთხით მაინც ტექნოლოგიური და სამხედრო ოპერაციობა განაპირობდა ამერიკის, რომელიც მე ლოგიკურად დასრულდა საბჭოთა კავშირის მარცხით. და მე იყო უნიპოლარული მომენტი, რომელიცაც საქართველოს ჩვენ ვერ ვისარგებლეთ, ვერც უკრაინამ, ლიტვა, ლატვია, ესტონეთისგან, პოლონეთისგან განსხვავებით. ეს ყველაზე უფრო მაგარი მომენტი იყო ასე ამ ამბისთვის და მე დაიწყო ამის ეროზია და ჩვენ თქვი და ამ ეროზიის საკვანძო მომენტი იყო 2008 წელი. 2008 წელი და ძალის გამოყენება გარეთ რა ქვია მინისტრის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე პუტინის რუსეთის მხრიდან არა რომელიმე საფრთხის ასაცილებლად ობიექტურად არა რა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის აღსაკვეთად ისევ ლაპარაკობს ის რაღაცებზე რაც შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეგეთ რაღაცები ადრეც მომხდარას ამერიკის მხრიდანაც არა პირდაპირ იმისთვის რომ როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს ვინმე წინა ხელისუფლების მიმართ ამ ქვეყნის დემოკრატიული ამ რეგიონის სტანდარტებით ხელისუფლების დასამხობა და საზღვრების შესაცვლელად და გასანადგურებლად სახელმწიფოებრიობის და ამის გადაყლაპვა მოხდა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგი აგრესიის პირველი ეტაპის ფაქტობრივად გადაყლაპვა ეს უმძიმესი სტრატეგიული შეცდომები იყო და ამ ვითარებიდან მოვდივართ. ამიტომ არის არსებითაც არის უკვე ეგ ერთი პუნქტი თითქოს ეხლა მოხდა რაღაცის მოროვა. ხო, თან შეიძლება დროში ლაივ რეჟიმში ანალიზი ბევრს უჭირდეს, მაგრამ პოსტფაქტუმ შეუძლიათ დღევანდელი ვითარებიდან გადახედონ ისტორიას და ნახავენ, რომ 2008 წლის ომს, ანუ საქართველოში შემოჭრას წინ უძღოდა 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც პუტინმა გამოსულა ძალიან ღიად თქვა, რომ ის წესრიგი, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციისთვის, არ არის მისაღები და ჩვენ დავიწყებთ ამის გადახედვას. ხო, აქედან რამდენი და ამას მოყვა მე ბუქარესტის სამიტზე განხეთქილება დასავლურ სამყაროში ამ ევროატლანტიკურ ალიანსში ეგეც უკავშირდება. ესეც კარგი პარალელია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია თითქოს დასავლეთში გრენლანდიას საკითხთან დაკავშირებით, ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით იგივე ეკონომიკურ თემებზე, ან ვის როგორი პასუხისმგებლობა აქვს და ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს უსაფრთხოებისთვის, ან ვინ რამდენი ტარიფი უნდა თითქოს რაღაც უნიკალური იყოს უთანხმოება დასავლური ბლოკის შიგნით, ანუ ცივი დროსაც ძიმე დაპირისპირება იყო. აქ იტყვია რომ კონტრაც არარეალური იყო და ამას შევეხებით. კარგი მაგალითია, ხო 2020. ხო, რომ რის ფასით სამწუხაროდ ჩვენ და უკრაინამ გადავიხადეთ ამ განხეთქილების ესე კაფიოთ გამოჩენისა, ხო? ამ ალიანსში, როცა ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივა მაშინდელი საქართველოს და უკრაინის ნატოს კენსვლისა დაბლოკა
სამწუხაროდ ევროპის ორმა დიდმა ქვეყანამ პირველ რიგში და მე ვინც მათ მხარი დაუჭირა. მაგრამ დაუბრუნდით ამ საკითხს. შეგიძლია დაასახელო არ მეწყინებ. შემდგი ფრთხილდებოდი. მას პირველ საფრანგეთს ვიტყო და მე გერმანია. მაგრამ ეხლა გერმანიის პოზიცია ეხლა გერმანიის კანცლერის პოზიცია ყველა საკითხზე სამაგალითო არის და ამიტომ აღარ ამ კონტექსტში იმიტომ მაგასაც ვამბობ რომ აი შეხედეთ როგორი რეაქცია აქვს რომ თვით გერმანიაც კი და გამოდის და ტრამპს ეწინააღმდეგება. ჯერ ერთ იმას არ ითვალისწინებენ რომ მერცი კონსერვატორია და ეს პოზიციები რაც მას ეხა პოლიტიკურ აჯენდაზე აქვს გუში კი არ გაუწია ტრამპის განცხადების წინ შეუძლია პარლამენტში გამოსვლები მისი გადაახვინა და 20 წლის წინამდე ნახავენ რომ ეს ბიუროკრატია ევროპის კავშირის ბაზარის რეგულირება კონკურენტუნარობის ზრდა და სახელმწიფო ზომის შემცირება რომ ეს აუცილებელია სამხედრო ხარჯების ევროპა დარჩეს ფაქტორი ამაზე საუბრობდა და მას უდიდესი პრობლემა აქვს იმიტომ აწლეულების განმავლობაში ანუ საზოგადოებრივ აზრში და რადგანაც გერმანია და როგორც სხვა ევროპული ქვეყნები დემოკრატიები და სადაც საზოგადოების დაკვეთას დიდი მნიშვნელობა აქვს მას სამუშაოა ქვეყნის შიგნით იმიტომ თუ რაღაც საფრთხე არ არსებობს და თუ ეს ყველაფერი ბლეფია და არარეალურია იქ ვინ დაუშვებს გერმანიაში და ქუჩების გაკეთების მაგალითად სკოლების და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ნაცვლად შეიარაღებაში წავა 100 მილიარდი ამაზეც აქვს კი რა თქმა უნდა მაგრამ საერთაშორისო სამართალს მინდა დაუბრუნდეთ ანუ აქ მე ისიც მოვისმინე რაც რომ ანუ არ ყოფენ ისინი ვინც არ ვიზიარებთ ამ კატასტროფისტულ განწყობილებს საერთაშორისო სამართალს არ უნდა იყოს საერთაშორისო სამართალი არსებობს 1000 წლეულებია შეიძლება ითქვას სხვადასხვა ფორმით ხო რაღაც შეთანხმება იმ მომენტში სოფლიო წესრიგში რაღაც წესებზე ხო და თანამედროვე რაზეც ის ნაპარკობენ ეს მეორე სოფლიო ომის შემდეგ წესრიგი არის როცა ის ღირებულებები მათ შორის რო აი დამოუკიდებლობა ქვეყნის არ უნდა იქნას შელახული და სუვერენიტეტი და ძლიერ მასუსტი ესე არ უნდა ჩაგროს და არ უნდა ეხლა ძალიან ისე ვიძახი პრიმიტიულ ენაზე ოღონდ ისიც ვინც მინიმალური ცოდნებისაც აქვს ის რომ საერთაშორისო სამართალი განსხვავდება ქვეყნის შიდა სამართლისგან იმით რომ ფლუიდურია ხო და არის რაღაც შეთანხმება ოღონდ ამ შეთანხმებების შესრულება ყოველ ჯერზე დამოკიდებულია იმაზე ვისაც ძალა აქვს როგორ იქცევა და ის რომ ხარვეზებით და პრობლემებით და მათ შორის გადანაწილებით თავისუფალ სამყაროსა და ტირანიებს საბჭოთა და ტირანიას და მის გავლენის სფეროებს შორის მაგრამ მაინც არსებობდა რა წესრიგი ამას განაპირობდა ძალის არსებობა დასავლურ მხარეს ამერიკის ლიდერობით დასავლური ალიანსი ამ ძალის გარეშე ისევ ყველა სხვა ფაქტორი რო გვერდზე გავწიოთ აი რადგან დაობენ რომ აი რამდენად სწორი იყო და მე მგონია რომ სწორი იყო ანუ ის ქმედება რაც ვენესუელაში განხორციელდა უდავოდ და ის რაც შესაძლოა განხორციელდეს ირანში ხო რა ქვია მაგრამ აი ვინც არ გვეთანხმება რაღაც არგუმენტები აქვს მაგრამ ყველაფერი გავწიოთ თუ დასავლურ სამყაროს ამერიკის ლიდერობით ეს არის რეალობა ხო ძალა არ აქვს ან ძალის გამოყენების პოლიტიკური ნება არ აქვს და აქ კრაუთჰამერის სიტყვები უნდა გავიხსენოთ ყოველთვის რომელსაც თქვა ეს სწორედ ამ კრიზისის დაწყებისას რომ გაცილების ძლიერები ვართ მაგრამ ძალის გამოყენების ნება თუ არ არსებობს ის არის ძლიერი ვისაც ეს ნება აქვს და ეს ვითარება ქონდა ეს თუ არ გამოსწორდებოდა რომ დასავლეთს და ამ შემთხვევაში ამერიკას ამ შემთხვევაში კი არა პირველ რიგში ამერიკას აქვს პოლიტიკური უნარი ძალის გამოყენებისა ყველაფერი დანარჩენი კარგავს ას მე არ ვუძახი რომ მარტო ეს საკმარისია იმიტომ რომ ამაზე ძახე რომ აი მარტო ძალაზე ლაპარაკობენ არა მარტო ძალა არა მაგრამ ამ ძალის გარეშე სხვა ყველაფერი რაც ჩვენ გვინდა არ არსებობს იმიტომ რომ ეს ძალები ხო ამას აცხადებენ ახლა მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის გამოსვლა გაიხსენ მაგრამ ქმედებებით არიან და ვიცით რომ ეს ამოცანა აქვს რომ ეს წესრიგი ეს შემაკავებელი ნორმები იყოს ბუტაფორია ხო და ამის ისევე როგორც საერთაშორისო სამართალზე ისიც უნდა უთხრათ ახლა ისე ლაპარაკობენ ხოლმე მოვისმინეთ თამარას დებატები იყო და იქ მისი ოპონენტი ახალგაზრდა ადამიანი ხო ჩემზე ახალგაზრდა ესე ლაპარაკობდა რომ რაღაც გეგონებოდა რომ რაღაც საერთაშორისო სამართალი რაღაცა არსება არის რა რაღაც ოთახში ზის სადღაც ცალკე და თვითონ რაღაც ადგენს და აღასრულებს თავის ნებას როგორ ასრულებს ხო ანუ ის საერთაშორისო ინსტიტუტები რომელიც მენოსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა არ ვამბობ რომ უმნიშვნელო იყო ეპოქისთვის მაგას კი რომ ამ ანალიზში არ შევდივარ არც ამბიცია მაქვს მაგრამ არც ერთ ეტაპზე არ იყო საკმარისი და ეხლა მით უმეტეს უშირობის საბჭოზე თუ ალაპარაკი სადაც ის ძალები არიან რომლებიც თვითონ საფრთხეს წარმოადგენენ და მორღვევა უნდათ ან თუნდაც ფართოდ ყველა ქვეყნის გაეროს წევრები სადაც უმრავლესობა არათავისუფალი ქვეყნებია რომლებიც ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან ავტომატური ჩვენი მოკავშირეები არ არიან ამიტომ მთელი ეს ლაპარაკი რომ ეს სამართალი გვიცავს ისე რომ დასავლეთის ძალა არ არსებობდეს არის უბრალოდ სრული სისულელე თავის მოტყუება თან და არ ვიცი ხა ისტორიულად დაწყო შეუძლია არ უარყოფს გამწესების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ იმას ვისაც ზოგადი ინტერესი აქვს ამ სიკეთების დაცვის აკრძალ და ისევ რა კრიტიკაც არ უნდა იყოს გინაცი ომის დროს ვინმეს მხრიდან ამერიკის ქმედებებზე ყველაფერს რომ ჯამში ეს წესრიგი და ის რომ ფუნდამენტურად სწორ რაღაცებზე იყო შეთანხმება პრინციპებზე არსებობდა მარტო იმიტომ რომ იქით მხარეს არსებობდა ძალა
და იგივე შეეხება ამ სრულიად აბსურდულ განწყადებას, რომ ეხლა ხელები გაეხსნება რუსეთს და ჩინეთს. ანუ ისევ ხა ჩვენივე გამოცდილებიდან ნახეთ, რომ ხელები გახსნილად ჩათვალეს სამწუხაროდ. იმის გამო, რომ ძალის დემონსტრირება არ ხდებოდა დასავლეთის მხრიდან აქამდე მათ ქმედებებზე. ეგ არის მაგაზია სწორედ ლაპარაკი. ანუ ისე ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ იცი რა, ვიღაცამ შეიძლება არ ღვევდნენ წესებს, მაგრამ შენს თუ არ ღვევ, ვინც იძახი რომ ეს წესებია, მე მომისმინე ეს ამბავი. არა ზუსტია ეგ ანალოგია. ისევ ავიწყდებათ საერთაშორისო სამართალსა და ჩვეულებრივ სამართალს აიგივებენ დაახლოებით. საერთაშორისო სამართალში ჯერ მე მგონია რომ ფუნდამენტური პრინციპების თვალსაზრისით ვენესუელაში ტირანიული რეჟიმის ლიდერის დაკავებით ან შემდეგ ამ რეჟიმის დემონტაჟით, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ამერიკის უსაფრთხოებას ბევრი თვალსაზრისით, ჩემთვის ფუნდამენტური პრინციპები არ იღო, აი ჩვეულებრივი ადამიანისთვის გასაგები რო იყოს. ისევე როგორც ისეთი რეჟიმის დამხობისას, რომელიც ადამიანებს ხოცავს ასობით ათას, ანუ ისე ჩვეულებრივი ადამიანი როგორც აღიქოს, ისე უნდა გავიგოთ ამ შემთხვევაში საერთო სამართალი. ხა ვიღაც იტყვის რომ ვისი აზრითო თავისუფალი სამყაროს აზრით, ანუ სხვა აზრი ვერ იარსებებს, ანუ თუ იტყვით რომ რაღაც გაეროს ორგანო უნდა არსებობდეს, რომელიც ამ გაწყვეტილებას მიიღებს, ეგ არის შეხი. ხო, ნუ ეგეთი გაეროს ორგანო გვაქვს, ხო? გაიხსენონ უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებები, რომელი იქნა მნიშვნელოვანი თემასთან დაკავშირებით. ერთ ისტორიაში, როცა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, ანუ საბჭოთა ჩინეთ გარს, იმიტომ რომ მაშინ სტალინისას გაწყვეტილებით უშედეგობა გასული იყო, ჩინეთი ჯერ იქ არ იყო და თავისუფალი სამყარო იყო და მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. ისინი ყოფილიყო ერთ მაქსიმალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. ისევ არავინ არ უარყოფს საერთაშორისო სამართლის, ანუ ამ პრინციპების არსებობას და თავისუფალი სამყაროს მხრიდან, სადაც ეს შესაძლებელია გარკვეული ხარვეზებით ზოგადად ამ ფასეულობების დაცვის მნიშვნელობას და იმ შეთანხმებების, რაც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში და მეორე მსოფლიო ომის მერე იქნა მიღწეული, ხო, ახალ წესრიგში. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იმას, ვინც ამ ზოგადად წესრიგი დაინტერესებული აკრძალა. ამიტომ ეს ორივე არგუმენტი, რაც მოვისმინეთ, რომ აი რაღაცა დაირღვა, რაც იქამდე არსებობდა, ფაქტობრივად ტყუილია და არსებითად არაზუსტია და ის რომ ეს გაუხსნეს ხელს რუსეთთან მის მოკავშირეებს ჩინეთს ვინმეს ეს უბრალოდ ჩვენივე გამოცდილებით ტყუილია. არანაირი შემაკავებელი ამ ქვეყნებისთვის არ არსებობს არგუმენტი რო ჭირდებოდა. პროპაგანდისტვის შეიძლება თქვან ეგრე 1000 ჯერ უთქვიათ. როცა საბჭოთა კავშირი სადაც აგრესიაში ჩადიოდა, იხსენებდა რომ რაღაცა თქვენ ხომ მონები ყავთ და შავებს ჩაგრავთ ხო გახსოვთ ხო ეს ანეკდოტი ხო სკოლებშიც ჩვენ დროს ჯერ კიდევ სკოლებში ასეულდა ეს ამბავი ხო რომ მე მახსოვს თავისუფლება ანჯელა დევის ხო რუსულად ის საოცრებად ტერორიზმში ბრალდებული მაგრამ მაგას თავი დავანებოთ ამ მაგალითებს შორს დამიყვანს ჩემი მოგონებები მაგაზე მაგრამ ისევ აქ ვიძახი ანუ ამ ძალებს არ ჭირდებათ საბაბი და გამართლება რომ აი ცუდად მოიქცა ამერიკა და ამიტომ იზავენ რაღაც მათ ამის გაკეთებას აპირებენ ყველგან სადაც ძალის თვალსაზრისით ეს გაუვათ. პროპაგანდა და მე ამბავი, ამის შემდგომი რაღაცებია, სადაც ან ლეგიტიმურად, ან ნახევრად ლეგიტიმურად, ან არალეგიტიმურად ჩემი აზრით ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა, რომ თქვენ ხო ცუდები ხართ. ეგ არის აი კომპლემენტარი ამბავი. მესამე აწლეულია. ხო, ანუ თავარი ამბავი არის ამას ვერ შვებიან იქსაც, ხედავენ რომ მეორე მხარეს ძალაა. და მეტი არაფერი და ჩვენივე ისტორია უახლესი გვაჩვენებს ამას. მაგიტომაც არის კრემლი ძალიან მოგზალებული თავის კომენტარებში ეხლა გლობალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ცოტა რაღაც ნაზ შეშფოთებას გამოთქვამს ხოლმე, როცა ეხლა ჩვენ გვახსოვს წინა ადმინისტრაცია მის პერიოდში განცხადებები მას იზავენ ხოლმე, ხო? აი ჩვენი ერთ მინისტრი იყო ჟიტკოსტმა გაასხავა ერთ-ერთ ცნობილმაზე თქვა ტერაქტის დროს ცნობილი გამოთქმა იყო შენ შეიძლება არ გახსოვდეს. სადღაც ეს ჟიტკოსკი უცხავთ ხოლმე ხო აი დუგინის განცხადებას მე გავიხსენებ მე მონიშნული მაქვს როგორი ვენესუელის ამბის მერე და რაღაცები განგაში შიგნით ოღონდ ვერაფერს ვერ შვებიან მაგრამ ლეგიტიმურია ეს მათი განგაში რაც ხდება ამ შემთხვევაში ხო და სანამ საქართველოს მათთვის ლეგიტიმური ოღონდ ზოგადად კი არა ჩვენ არა ერთი არგუმენტი ქონა კიდევ რომ არ მინდა რომ არაობიექტურები იყოს სფეროთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა კი მაგაზეც უნდა ვთქვა ხო ანუ თავისთავად ის რომ ის რაც მასთან ახლოს არის კიდე უფრო მეტი ასე ვთქვათ კიდე უფრო მეტი პრიორიტეტი აქვს რომ არ დაუშვას პირდაპირ საფრთხის და ამ ტირანების შესვლა ეგ აბსოლუტურად არ არის ლოგიკური რა თქმა უნდა ეს თუ მივა იმ დოქტრინამდე რაც იხსენებიან ამ ისტორიულ დოქტრინას მონროს დოქტრინა ან რაღაცა ვაშინგტონის ანდერძიდან რაღაც სიტყვებს იძახიან რომ აი გარეთ არ უნდა ჩაერთო იზოლაციონისტების შიდა დისკუსიაში გამოიყენებოდა ეგ საფრთხე იქნებოდა ჩვენთვის ხო მაგრამ დღეის მდგომარეობით არაფერი მიუთითებს მაგრამ ხო რა ვიცი იმ ნახევარსფეროშია ირანი თუ აგრა ჩვენ სამეზობლოდ ჩინეთი არ არის ნახევარსფეროში ზოგადად ახლო აღმოსავლეთი არ არის არა ჩინეთი იძახება აი ჩინეთი იმას დაუთმევდა ჩვენ აი აქ არავინ არ შეგვიძლია არ არის ეგ ეგრე და თავისთავად ის რომ იმაზე განსაკუთრებული აქცენტი ქონდეს ეგ რა გასაკვირი ცივი ომის დროსაც ეგრე იყო რაღაც თვალსაზრისით და გასაგები ის ეპოქა არ უნდა ვიღოთ საზომად როცა იყო უნიპოლარული მომენტი ხო ანუ მაგალითად ჩაიარა სამწუხაროდ ხო
აი იქნება ისევ თუ დადგება იმ ტიპის უპირატესობა დასავლური სამყაროს ამერიკის ლიდერობით, რაც იმ მოკლე პერიოდში იყო და ჩვენ ფორმაში რო ყოფილიყავით ვისარგებლებდით, მაგრამ ეხლა ეგრე არ არის, ეხლა საფრთხის ქვეშ არის სწორედ ის წესრიგი, რომლის დარღვევადაც აფასებენ ვენესუელის და შესაძლოა ირანის ამბავს სრულიად არაადეკვატურად და მაგის დაცვა სჭირდება ძალის დემონსტრირება. ხო. ეხლა ლეგიტიმური ამბავი რაც თქვენ შედარებით, ხო, რომ აი ეს გრენლანდიას ეხება ეს, ხო, რომ თელი ეს ამბავი ანუ დაპირისპირება ევროატლანტიკურ სივრცეში მოკავშირეებს შავი ზღვის სამყაროში და ამერიკასა და ნებისმიერ მის დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის არის ცუდი. ხო, მაგ კონტექსტის ახსნა არის მნიშვნელოვანი, რომ სინამდვილეში ერთი კონტექსტია მათ შორის. მაგაშია საქმე. მაშინ მინდა რომ ნაწილობრივ დავითახმო, რომ ხო, ეგრო ხდება, ეგ ცუდია. ძალიან, ისევე როგორც ის ხო მძიმე მოსასმენია რა. არა, მოსმენი სიტყვების მნიშვნელობა აქვს ზოგადად და ცუდი ამბავია, ისევე როგორც თავისთავად ეხლა როგორც საბოლოო დადასტურდა არაადეკვატური იყო ყველა სპეკულაციები ამ რიტორიკიდან გამომდინარე, რომ აი სამხედრო ოპერაციას განახორციელებს ამერიკა რაღაცა და სანამ არ თქვა პრეზიდენტმა თვითონ რომ ამას არ განიხილავს, ამაზეც კი იყო ლაპარაკი და ეს რომ განიხილება ზოგადად რომ განიხილება ეგეც კი ცუდია და ნებისმიერი ამ ტიპის დაპირისპირება. ოღონდ ისევ რომ დაუბრუნდეთ იმაბოს საბოლოო ჯამში თუ ეს ყველაფერი დასრულდა რისკენაც ახლა ეს მიდის გრენლანდიაში ჩინეთის და რუსეთის გავლენის განეიტრალებით ან შემდგომი გავლენის ზრდის არ დაშვებით, ხო, რისკენაც არის ყველაფერი მიმართული, ხო, ყველას უნდა ესმოდეს, რომ იქ პრობლემა იმაში კი არ არის. ჩვენ მქონდა ამაზე დეტალური რილსი, ამარამად ჩაწერა და მეგობრებო, შენც მქონდა არ მახსოვს და აღარ გავიმეორებ, რომ დრო დავზოგო, რომ იქ საფრთხე იმაში იყო, რომ ხდებოდა ამ რაღაცა გრენლანდიის ავტონომიის და შემდგომი შესაძლო დამოუკიდებლობის საფარქვეშ ეტაპობრივად იქ დომინაციის დამყარება ჩინური და რუსული გავლენის და რამდენიმე სერიოზული მცდელობა იყო მათ შორის ამის განეიტრალებაზეა ლაპარაკი და თუ ეს ყველაფერი სრულდება და ამისკენ მიდის ახლა და იმედი ესე იქნება რომ აქ აი ამ ყველა მინუსების მიუხედავად რიტორიკის და აი ამ დაპირისპირების ეს მოხდა ზუსტად იგივე არგუმენტები რაც უკვე თქვით ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ყველასთვის თავისუფლება ძვირფასია მსოფლიოში და ის წესრიგი რაც ჩვენ საერთო სამართალი კარგი ამბავი თუ ეს იქნება საკვანძომობი 10 წლეულებისთვის შემდგომისთვის რომ თავისუფლების ტერორმა ტირანიებმა ვერ მოიპოვონ უპირატესობა და პირიქით თავისუფალ სამყაროს და შეერთებულ შტატებს ქონოთ უპირატესობა სამხედრო თვალსაზრისით და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით თან არსებითი მომავალი განვითარებების გათვალისწინებით იმდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოგრაფია რომ მან თავისუფალ სამყარომ დასავლეთმა როგორც არ უნდა დაუძახოთ ამას უნდა მოახერხოს მექანიზმის პოვნა და მე დარწმუნებული ვარ მოახერხებს კიდევაც და ამ მიმართულებით ისევ ალბათ მიაქცევთ უყურებელ ვინც ვიყურებს თვითონაც თუ ოპონენტიერი და არ გვეთახება რომ არ შევდივართ იმ დისკუსიაში ვინ იყო მართალი რომელ ეტაპზე ეგ შეიძლება თავისთავად ლეგიტიმური სადისკუსიო თემებია მაგრამ ამ შემთხვევაში როცა ვაფასებთ რაღაცას ჩვენ მდგომარეობაში ყოფი ქვეყნის ინტერესებიდან საქართველოს მოქალაქის და ეს პოლიტიკაში ყოფი ადამიანის ინტერესებიდან ეს არ უნდა დავიწყოთ რომ ეს შედეგები და პირდაპირ ვიძახი უკვე იმ კომიკურ რამეზე აღნიშნეთ ეს რაღაცა რომ გაბედულად დაუპირისპირდეთ ამერიკის სარნაბიჯებს რომ კომიკური არის ისევ რა რამის განარამის თქმა არ შეიძლება ხო რა შეიძლება საუკეთესო მოკავშირეს არ შეიძლება დაეთანხმო კი არ უნდა დაეთანხმო თუ თვლი რომ არასწორია ოღონდ აქ ეს იქცას საპირისპირო უკიდურესობის სპორტად თან რატო იცვლება იქ რაღაც იმათ გაბედულება ვისი გაბედულობა როცა ნახე ყოველ მეორე დღეს იმედის კარტი შეგვიძლია ნახოთ და ზაზა შათელიშვილის არა ხო მაგაზე გადავალთ არა ეს არის ხოლმე ზოგჯერ წესიერი ადამიანებისაც რაღაცა სასოწარკვეთის გამოვლენა ან ბრაზის უცოდინრობის ზოგჯერაც მაგრამ ეს რაღაც კომბინაცია და ამით გულის მოფხანის ან არ ვიცი ან კატასტროფიზმი როცა არაფერს არ გვაძლევს გარდა ძალიან მცდარი გზავნილისა რეალობის აღწერის რომ ჩვენ საქართველოს გვჭირდება ამ ისტორიულ ეტაპზე იმიტომ რომ კიდევ ერთ საკითხია სიძახიან მონიშნული მქონდა რომ აი ეხლა ევროპამ თვითონ უნდა მოიკრიბოს ძალები და რაღაც ამერიკის მიღმა რაღაც გააკეთოს არც შევდივარ ეხლა მაგ დისკუსიაში ანუ ეს როდის და როგორ მოხდება? ყველას გესმის. ევროპის გაძლიერების ნაბიჯი მივესალმებ. მაგრამ რეალობას ვერ უგულუებელ. ხო, შემდგომი და რა ვიცი, ხა კანცლერ მერც როგორმე ჩვენზე უკეთესად ესმის, ხო, რა შეუძლია მის ქვეყანას. ხო, სწორედ ასე არის. ამიტომ მე მგონი, შეიძლება რაღაც გამოგჩა იმ არგუმენტებიდან, რაც გესმის ხომ იმ სტარი არგუმენტებიდან. არა, ძირითადად არასწორი შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ მე მგონი ახსენდა, მგონი იმის ახსნაც საჭიროა თუ რაღაც ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამბობენ, რომ აი ეხა ხო,
ჩემ კომენტარსო ტრამპზე ცუს დაწერესო ვითომ გაუგზავნისო ესო ვაშინგტონში ხო ეგეც მნიშვნელოვანია თითქოს ვინც ვედავებით ამას ვიძახით რომ აი ხაი გაუგზავნიან ეს სისულელი არის არა აქ ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის შიგნით ნუ ჯერთი ყველა ვარიანტში ჯობია რომ ადეკვატური იყო ვიდრე არაადეკვატური ისე თავისთავად და მე მეორე ამბავია ხო რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენ უპირისპირდებით რეჟიმს რომელიც არის რუსეთის მოკავშირე თავისი ქმედებებით რომლის თავარი ამოცანაა დემორალიზაცია და დეზორიენტაცია საზოგადოების. და თუ კი რამე ეხმარება დემორალიზაციაში, ამას არის კატასტროფიზმი და ეს არაადეკვატური შეფასებები. ეხლა მე დამწემე რომ ტრამპის რიტორიკა ეხმარება, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმაზე ვლაპარაკობ. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ტყუილის თქმაზე კი არა, აი მოდი დავმალოთ რაღაცა რაც ცუდია, კარგი ვთქვათ. არა, ოღონდ ეს კატასტროფიზმი და საკუთარი თავის წარმოქმნა თითქოს ნაწილი ხარ შიდა ამერიკული დებატების. ან თუნდაც შიდა ევროატლანტიკური დებატების არასერიოზულია. იმიტომ რომ არ ვართ, სხვაგან ვართ ჩვენ. თან ნახე რაღაც არა, გვინდა რომ ვიყოთ, ეგ არის ჩვენი ამოცანა, უგონო მათი მხრიდანაც რა, ანუ ერთის მხრივ ამბობენ რომ რეჟიმი უნდა შევცვალოთ, იმიტომ ეს ვერ ალაგებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და დავიღუპებით. როცა ამ დროს რეჟიმს პროპაგანდას უიოლებენ და ამბობენ რომ შანსი არ არის ამათან ეგენ ისინი არიან ახალი ადმინისტრაცია ისეთია რომ სერიოზულად არ უნდა მოეკიდო და ნუ პროპაგანდა მე დგება და რომ რაღა განსხვავება ამერიკას და რუსეთს შორის და პროპაგანდა მე ძალიან მარტივად თამაშობა კარგი ხო ბიძინაევანიშვილი თუ ვერ ლაგდება ეს დალაგდება ნახე შეხედე საერთოდ ისევე როგორც ესენ დალაგდებიან ეგეც ფაქტორია მაგრამ მაგაზე მიღმა არის რომ ზოგადად უიმედო სიტუაცია რა ხო და ან რაღაც არარეალისტური იმედები სტატუს კოს აქვე მინდა აღვნიშნო აბა სულ ამერიკის იმედი აბა ამერიკამ თუ გიყავდა და ანუ არაფერს აზრი არა აქ არა ვინ ამბობს მაგას ანუ შეიძლება ქონდეს რთული და საშიში ვითარება ან ძალიან საშიში და ძალიან რთული ან კიდევ უფრო უარესი ვითარება და თუ ამერიკის ფაქტორი ჩვენთვის უსაფრთხოების სფეროში მცირდება ან ხრება მithumetes ეს არის მრავალგზის დამძიმება ისედაც ძალიან რთული ვითარების და რა თქმა უნდა ჩვენი თავდაცვიანობა როცა ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება და შენი მზაობა როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების მტერს წინამდებობა გაუწიო არის უნიშნულოვანესი ფაქტორი და ნებისმიერი სხვა ალიანსებიც თუ აი თქვა აი ვერ ახერხები იმას რაც ყველაზე უფრო გჭირდება ხო ნატოს წევრობა არის სადაც ბევრი ბარიერი გვაქვს ახლა და სხვა ფაზაში ვართ ან ამერიკასთან სამხედრო პოლიტიკური ალიანსი რაც მოხდა მოხლის ტოლფასი რამ არის თუ რაღაც ეტაპზე ვერ ახცევ რა თქმა უნდა ყველაფერი სხვა უნდა ქნა ოღონდ იმის გააზრება რომ ეს გვჭირდება ეხლა ეს 2x2 4 არის და თუ შენ ამას უბრალოდ დამაწყალ ბავშვს აყარ ხო და ამითი ამ რეჟიმს ეხმარები რა თქმა უნდა და რატო უსწრებ ჯერთი 1000 რამე აი იმ ხალხის თვალსაზრისით ვიძახ ვინც აი მოცულია რომ იქაური დისკუსიის ნაწილია და აი ამას ვერ იტანს ამ პრეზიდენტს იმას ის მოწონს და არ შევდივარ მაგ იმას თან შენიც არის ანალიზზე დაყრდნობით ხო ფაქტობრივად ეხლა ამ საკითხებზე ეხლა მე მესმის ზოგადად ადამიანებს ახასიათებთ რომ იდეოლოგიურად ზოგად საკითხებში ზოგად საკითხებში საკითხებში ვინც უფრო ახლოს არის შენთან იმის მიმართ სიმპათია გიჩნდება და პირიქით ოღონდ როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ლაპარაკი ისე გუშინ თამარას დებატებზე გამახსენდა ხო აშკარად ეტყობა ჩვენ გარშემო ვინც არიან სოციალიზმის და მარქსიზმის მოტრფიალეები თუნდაც მოდერნიზებული ჩემთვის იგივე საფრთხის რაღაცა შელამაზებული ვერსია საფუძველი ერთ და ისე ხა ეჭვის ქვეშ კი არ ვაყრებ ახალხის ლეგიტიმურობას პოლიტიკაში არანაირად თავისუფლება მოიცავს რომ ამ ხალხს არსებობს და დისკუსია და ამავდროულად მაგრამ აი ვაკვირდები რომ ამას ვერაბიჯებენ და ქვეყნის უსაფრთხოებაზე როცა ლაპარაკი ამან არ უნდა წაგიღოს ან თუნდაც რომ თვლიდე რაღაცა ჩვენ ლეგიტიმურად იმ საკითხში თვლი რომ ესა თუ ის სოფლიო პოლიტიკოსი და ამერიკის ლიდერი ნებისმიერ ეტაპზე სხვაზე გარდა იმ საკითხების რომელიც პირდაპირ შენერულ ინტერესებს ეხება არ უნდა იყო მიკერძოებული შენერულ ინტერესებზე მიკერძოებული უნდა იყო და ეს ემართება და ეს საზიანოა და ეს ეხმარება ივანიშვილის რეჟიმს სწორედ იმ საქმეში დემორალიზაციის და დეზორიენტაციაში საზოგადოების ნაწილის მაინც მithumetes იმ კარგი ადამიანების გონიერების პატრიოტების მაგრამ რომელსაც სხვადასხვა საკითხების გამო მაცხოვრებაში ამდენი დროის დათმობა არ შეუულიათ რაც საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს შეუულიათ და რაც ამიტომ მათ დამატებით ვალდებულებას და პასუხისმგებლობას აკისრებს თორე ის ხალხი ვინც ამაზე მეცვაობთ ვართ პასუხისმგებელი რომ ადამიანებს სწორი სურათი დაუხატოთ რომ სიმართლე უთხრათ და არა საკუთარი სასოწარკვეთის ამ ბრაზის და მოთქმის და ვაების რაღაცა კორიანტელი მოვაწყოთ საზოგადოებრივ სივრცეში ამ შემთხვევაში გულისხმობ სოციალურ მედიას ანუ საზოგადოებრივ დისკუსიაში და ეგ მიმაჩნია დანაშაულებრივი შეცდომა ამ ხალხისგან ამ მაგალითზე რაც ვენესუელაში მოხდა რაც და ირანის დასუსტება ამავე დროს სადამდე მივა არ ვიცით
გრენლანდიაში თუ მოხდა ეს ყველაფერი ისე რომ რუსეთის და ჩინეთის გავლენის პოტენციური გავლენის დასუსტება მოხდა ეს ყველაფერი არის ჩვენი მტრის დასუსტება ან ამიტომ არის ჩვენთვის კარგი ეს ყველაფერი არის ამერიკის მხრიდან ძალის დემონსტრირება მე ვიძახი საკმარისის და იდეალურის მაგრამ ძალის დემონსტრირება იმ ეპოქის შემდეგ როცა იყო ეს სისუსტე არსებობდა რომ ძალის გამოყენება არ ხდებოდა ამ ტირანიების წინააღმდეგ და ეგეც არის კარგი ჩვენთვის ხო ეს ორი რამე არის ამომწურავი და ეს არგუმენტები რაც მოვისმინეთ მოკლედ რაც მიმოხილეთ არის ან არაადეკვატური ან რაღაც ადეკვატურ წიხლებს და რეალისტურ წიხლებს დაყნობილი არაადეკვატური ინტერპრეტაცია ვითარების ხო მგონი საერთაშორისო ნაწილი საკმარისად ანუ სადვართ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ხო გადავიდეთ საქართველოზე რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს საქართველოზე და მე ვშიშობ და ეს მგონი არ იქნება სიურპრიზი არავისთვის ხე ჩვენი პოზიცია რომ ვართ სრულ თამაშგარეში ამ ვითარებაში და ეს არის ჩვენთვის მართლა ექსისტენციალური საფრთხე იმიტომ იმ დროს ნებისმიერ სცენარში და ეგ რომ გავარჩიოთ დღეს მაგალითად რამდენიმე სცენარი რაც შეიძლება ჰიპოთეტურად აქ განვითარდეს და რატო არის დამღუპველი ყველაფერი საქართველოსთვის თუ ბიზნა ივანიშვილის პოლიტიკა და მისი რეჟიმი არ შეიცვალა ამ ქვეყანაში. ხო რა ვიცი სადვართ ხა ხო არ ქრონოლოგიურად ხო იმით დაიწყო რომ ეხა მოლოდინი არსებობდა აღნუსხული ხო პირიქით იყო მოლოდინი როდესაც ტრამპის არჩევასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ ბაბლში შფოთვა იყო ქართული ოცნება ძალიან ცალსახად აცხადებდა რომ მათ გამარჯვებას გამოასახეს ჩვენ გვახსოვს პროპაგანდისტული მედია რა ქარდებით და ან როგორ აშუქებდა ამ მოვლენას და 20 იანვრიდან პირდაპირ ამბობდნენ თარიღს რომ 2025 წლის 20 იანვრიდან დავიწყებთ დალაგებას ანუ ინაუგურაციის ჩავლასაც კი არ ელოდებოდნენ იმ დღეს უნდა ანუ მეორე დღიდან კი არა და თქვენ იცით როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი ხო ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენ მოთმინებით ველოდებით ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით ველოდებით მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჩვენ ნახეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უცებ ქრონოლოგიურად რომ ნახოთ პირველი შეხება რაც ჰქონდა საქართველოსთან ახალ ადმინისტრაციას სადაც გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი საქართველოსთან მიმართებით და ცალსახად მიყო მითითება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის გამოსვლაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რომ ეს არის ის ნაწილი რომელიც ეხება საქართველოს რომ პოლიტიკური ოპონენტების, საზოგადოების დიდი ჯგუფების დევნით და სიტყვის თავისუფლების ან ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით ვერ მოიპოვებ ლეგიტიმურობას, ანუ ჩვენი პარტნიორი ვერ იქნება. ეს იყო პირველი ყველა სინგური არის. ამ ამბავს ხო ამ ვენსის გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე ხო ზარზე იმით შეხვდნენ. და ეხლა ცოტა ხნის კონდა ჩვენ რასაც ვიძახდით თურმე როდის ვიყავით მართლებიო როცა იქ ლაპარაკია მიგრაციაზე, ანუ სრულიად კონტექსტთან ამოგლეჯილი არარელევანტური ჩვენთვის ამბები, მაგრამ ამ საკითხში თავარი გზავნილი რაც იყო ისე ჩვენ არ შევდივართ მაგ დისკუსიაში შიდა ევროატლანტიკურში მაგრამ რაც ვიცე-პრეზიდენტის გზავნილი იყო რომ ეს რეგულაციების სიტყვის თავისუფლებისას ევროპის ბევრ ქვეყანაში არის საფრთხე და რაღაც ჯგუფებისთვის იარაღის მიწებება და ამიტომ მათთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იმის გამო რომ ისინი მიუღებლები არიან მეინსტრიმისთვის არის არასწორი ღირებულებითა და არის საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოადგენენ ხო დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა ისე ჩვენ ახლა ამ წამს არ შევდივართ ამ დისკუსიაში მიუხედავად რომ ყველა მიცის მაგრამ ამის გამოყენება შეიცავს რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი სიტყვის თავისუფლების ნაწილში ამერიკული მოდელის მომხრე ვართ მაგრამ აი და არა კონტინენტურის იქაც განსხვავებები არსებით მაგრამ აი ვიღაცა იტყვის რომ თქვენ ცდებით არა ის ჯობია ეხა იქ არის ამიშოვარა ჩვენ ახლა ლაპარაკობთ რომ ივანიშვილის რეჟიმი ვამხილოთ ამ აშკარა ვირეშმაკობებში რომ საზოგადოების იმ ნაწილის შეცდომა შეყვარა გაურთულდეთ ხო სად არიან ოღონდ ჩვენ ხა ისევ მეც გამექცა და შენს რომ მათ ხილებაზე ოღონდ ჯერ უნდა აღწეროთ რომ სულ თამაშგარეში არიან ანუ თამაშგარეში არიან და როგორ მივიდნენ აქ ამის შემდეგ იყო იმიტომ ჩათვალეს რომ სავარაუდოდ საშიში იქნებოდა თუ ოფიციალური პირები გამოეხმაურებოდნენ ამას და გამოიყვანეს ის ჯიბის ფილოსოფოსი რო ყავს ჩათერიშვილი რომელმაც რუბიო როგორც ნეუკონების წარმომადგენელი ანუ ძველი ომის გულშემატკივრების წარმომადგენელი და რომელზეც ჩათვალეს სავარაუდოდ ყველაზე სუსტი რგოლია ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში და შიდა დაპირისპირებას წააგებს რუბიო ამხილეს დიპ სტეიტის წარმომადგენლობაში შემდეგ ამანაც როცა არ გაჭრა რუბიოს პოზიციიდან ტრამპს ამათ უნდა მოეგოთ ამათ უნდა მოეგოთ და შემდეგ გაცხადდა რომ ტრამპი და ჯეიდი ვენსი დიპ სტეიტთან ბრძოლაში იმყოფებს შემდეგ ისევ გამოიყვანეს ის სლოთი და
გამოაცხადა JD Vance არის Deep State-ის წარმომადგენელი და ეხლა უკვე გადავიდნენ გზავნილებზე რომ ტრამპი არის Deep State-ის წარმომადგენელი, რომ ტრამპმა ვერ შეძლო Deep State-ის დამარცხება და რომ მათ აქვთ ისო მოლოდინი, რომ რაღაც გამოსწორდება, რადგანაც არ ესმით ყველაფერი, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ეხლა აცხადებს, ისინი წლების წინ ლაპარაკობდნენ, ანუ ესეთი იდეოლოგიური თანხმედრა გააჩნიათ და ვერ წარმოუდგენიათ, რატომ ვერ ახერხებენ დალაგებას ამერიკის შეერთებული ხო, ამას ეხლა ეგ უნდა ვთქვათ. ერთდროულად თან ძახია რომ ჩვენ გვინდა ბროდ საპასუხო ნაბიჯებს ველით. თავიდან დიდი შემართებით დაიწყო. ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ რაღაც ბოლო მომენტში თითქოს ცოტა შეფერხდა. ნუ არ ვიცი, ეს რეალური ბრძოლა არის თუ უბრალოდ მიდის რებრენდინგი, ეს ამას უნახავ. ჩემთვის კითხვები არსებობს. საქართველოს ხელისუფლება არის სრულიად ღია კონსულტაციებისთვის და უფრო მეტიც ჩვენ ღიად ვაცხადებთ, საჯაროდ ვაცხადებთ, რომ გსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან და ეს უნდა უთხრათ ახლა ვისაც მივაწვდენთ ხმას, მათ შორის ადამიანებს, ყოველთვის ხალხს უსვათ ხოლმე ჩვენ, ვინც არ გვეთანხმება ბევრ რამეში, ამ შემთხვევაში ახლა უკვე არა იმ ადამიანებს ჩვენი პროდასავლურ წრეში, არამედ პირიქით, აი ვინც ქართული ოცნების და ივანშვილის პროპაგანდა შეცდომაში შეიყვანა, ან სხვა შეხედულებები აქვს და იძახის რომ არა, აი უნდა დალაგება. შენ რა ლოგიკა არის? ანუ დალაგება გინდოდეს ლიდერ ქვეყანასთან თან ეს გზავნილები კონდეს მარტო იმიტომ რომ შენი საზოგადოების ნაწილი სადრო დააბოლო ამ როგორც ხელისუფლება ამ გზავნილებით იყო რომ ამერიკის პრეზიდენტი არის Deep State-ის მონა და თან დალაგება მინდა ვიძახი. ანუ მარტო ამაში ვიძახი, სანამ გადავალთ უფრო არსებით საკითხებზე. ეს ვიდეო გვაქვს და ის ნახვა გვინდა კალაძე ხან მაგათი ერთ-ერთი ლიდერი, როცა გამოდის და არ ჩანს თან. ამასაც ხო იტოვებენ რა, რომ აი ერთი ნაწილმა უნდა დაარტყას, რომ ტრამპი Vance Deep State-ის ნაწილია, მეორემ უნდა თქვას, რომ ვითომ შესაძლებლობები ქართული ძალა ხო თავის დროზე მაგისთვის შექმნეს. ქართული ძალა. ხო, რომელიც ძალა თუ რა თქვა მაგათ? რა ქვიათ? თავისივე დეპუტატების გარდა შექმნეს, მე ისევ მიიღეს ხალხის ძალა, ხალხის ძალა, ქართული ძალა, ხალხის ძალა, რომელიც ახლა სავარაუდოდ დებატებში მათზე. ხო, ეხა ისევ გამოიყვანეს, ეს ეხლა თან როგორი უტიფრები არის. ხო, და კალაძის ვიდეოზე რომ ის რომ ნახოთ, სადაც ამბობს, რომ არ ჩანსო, რომ ჯერჯერობით რომ ტრამპი Deep State-იო დაამარცხა. ტრამპის მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, მთავარი დაპირება იყო ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო Deep State-ის დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში გულშემატკივრობთ მას თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს დღეს ნამდვილად არ ჩანს ის რომ ან ომი იყოს დასრულებული ან მან Deep State-ი დაამარცხა ხო არც ერთი არის არც მეორე ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში ნახო და ეხლა ბოლოში იყო კიდე ძალიან საინტერესო როცა ან კითხვას რო სვამენ რომ თვითონ რატო ვერ ანუ თვითონაც აი მაგაში ერხევათ იმიტომ რომ ერთის მხრივ ამერიკასთან დალაგების აუცილებლობას ხედავენ, ამას საჯაროდაც აჟღერებენ. საჭიროებას რომ აჩვენონ საზოგადოებას რომ არ არის ამ სრულად გარიყული ხო ამ კონტექსტიდან, იმიტომ ხარ არ ვიცი ხა ქართული ოცნების თვითონაც არ გონიათ რომ ქართული ოცნების მრჩეველი ეგეთი ამებები არიან რომ ხედავენ ხო ხელი აუწიაო და თავში აგება იმაში. და ეხლა რაღაცა რუტინული წერილი რომ მიიღეს თეთრი სახლიდან რომ უგზავნიან ავტომატურად 200 ქვეყანას რო გაიგზავნიან ამაზე ზეიმი ქონდათ. ოღონდ როგორ ჩვევია თან მეორე ხელით ამ ბოდვას რო Deep State-ის მონა არის ამერიკის პრეზიდენტი აგზელი ორივე სტილო ხო და ეხლა ვენესუელას კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ან ქართულში როგორ იყო პაპუაშვილის განცხადება რაც გაკეთდა ხო ანუ ვენესუელაში ჩათვალა ირიბათ ამბობს რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა იყო და ამაში ადანაშაულებს ევროპის კავშირს რომელმაც ვერ შეძლო ფაქტობრივად წინააღმდეგობა გაეწია და არ დაუპირისპირდა ამერიკას ხო ანუ მაგას ამბობს ირიბათ ანუ ეგ არის მაგათი გამოვალი მდგომარეობა ანუ სრულიად აქვს გააზრებული მაგრამ აუცილებლად ჭირდება ანუ სასიცოცხლოდ იმიტომ ხო იციან რომ ხა ქართული ოცნების ამომრჩეველი სტატუს კო ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა იმიტომ იყო 2024 წლის არჩევნების პლაკატები ის კი არ იყო ევროპის გინება რაც მანამდე წელიწადნახების განმავლობაში აკეთებდნენ და მაგათი შეწყდა ღირსებით ევროპისკენ ანუ ჩვენ ყველაზე დიდი ევროპელები ვართო მაგათო ხო ყველაფერსო არეულ ბიუროკრატიასო ჩვენ დაულაგებთ ანუ ფაქტობრივად ანუ ხედავენ და მარტო არიან არავინ არ ელაპარაკება სრულ იზოლაციაში არიან და ეს მაშინ როცა ძალისმიერი მშვიდობის დოქტრინა ფაქტობრივად ბრუნდება და ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს იმ რევიზიის
რევიზიასთან შეწინააღმდეგებას, რომელიც სამყაროს ავტორიტარულმა ძალებმა, რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა და მათმა მაგრამ აი ხალხის გასაგონად ვინც არ გვეთახმება. ანუ თხო ერთი ხელით ეუბნებიან ამ ხალხს, გეუბნებიან რომ ეს საჭიროა. ოღონდ მეორე ხელით ვიმეორებ. სწორედ იმას ურტყავენ, ანუ აი იმ წამის გადაგორებისთვის ჩვენთვის წამი აღარ არის, უკვე წლები არიან, მაგრამ გულისხმობ რა აი ამ მომენტში ეს ტყულმა კიდე იცხოვროს, მზად არიან რომ უფრო სერიოზულ სტრატეგიულ ინტერესს მიაყენონ ზიანი. ანუ ამ გზავნილებით ხომ მცირდება შანსები ნორმალიზაციის. სხვა ყველაფერს თავიდანვე ეხა იმ სხვაზე უნდა გადავიდეთ, რაც არსებითია, რამაც შეიყვანა ქვეყანა ასეთ იზოლაციაში, ხო? ანუ ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, ინგლისი, ანუ ეს იქ ხომ ღია ომი აქვს, რომ ისინი საერთოდ ხო არაფერი არ გრძელდება. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი არის დიპ სტეიტის ამბავი, რეგიონში სრულიად გარიყულები არიან. ანუ არსად ხო და ტრამპის განცხადებას უნდა გავიხსენოთ, ხო, რომ თქვა რომ სომხეთთან აზერბაიჯანთან სტრატეგიული ამბავი ხდება ჩვენ რეგიონში, რომ არ ვიცით საბოლოოდ რა ფორმას მიიღეს, მაგრამ პირველად მრავალი წლის შემდეგ პირდაპირი ანუ ყოფნა აქ იქნება ამერიკის დერეფანთან მიმართებაში, ხო? და განცხადების საბჭო შეგვიძლია ამ კონტექსტში დავასახელოთ, სადაც 65 ქვეყანა იქნება მიწვეული, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი და საქართველო ამ კონტექსტში. ისე ვიდრე თქვას რომ მე რა იქ ხო ვერაც ხო არ არის. ჩვენ აი ყველაფერში მოტოვებულები ვართ. ყველაფერში ამ შესაძლებლობებით სავსე, მაგრამ ასევე საფრთხეებით სავსე ეპოქაში. და თან რა დროს, ანუ მაგათი პოლიტიკის შედეგების და მაგათი ბრალეულობა რო იკვეთება აქვს აქ იქედან აჩანს, ანუ ვის უპირისპირდება ახალი ადმინისტრაცია და ვისთან იწყებდნენ ესენი ურთიერთობების დალაგებას. ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, სადაც ჩინეთი ამ ბოლო პერიოდში გამოსცეს ერთად. ხო, ან ის უნდა ვიპოვოთ ტექსტი გავუშვათ, ან ვიდეო, რომ ჩინეთი არის მათთვის ღირებულებითი კავშირი გვაქვს, კავშირი გვაქვს და არის ერთადერთი სუპერ სახელმწიფო, რომელიც მშვიდობის ანუ კეთილი ძალა ეგ არის და იქამდე სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ირანთან მათი კონტაქტები, რომელიც იყო და რავი, ის ვიდეო შეგვიძლია ნახოთ, ძალიან გასახსენებელია, როცა ჩადის, ანუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩადის ირანის პრეზიდენტის პანაშვიდებზე და იქ რაღაც სატირალს რასაც ეძახიან და იმყოფება პარლამენტში იმ დროს, როდესაც კანდიდირებენ სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. პარალელურ რეჟიმში არ უპირისპირდება ირანის გავლენებს საქართველოში და ამას არა, იქამდე მე ვიზიტის საელჩოში დაბომბვისას დაგმობის განცხადებას შეუერთა პრაქტიკულად სოლიდარობით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ხო, და ისრაელის რეაქციაც გამოიწვია ამან. ისრაელის რეაქცია გამოიწვია ამან და ხო, რაღაც ფუნდამენტალური ისლამის გავრცელება საქართველოში, პოლიტიკური ისლამის არეწინააღმდეგება, რასაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ქვემოქართლში მარნეულში ვხედავთ. ეგ გამოსცეს რომ გვეხსენებინა. ირანში თუ ირანის დასუსტება ამ თვალსაზრისითაც, ანუ გლობალურ კონტექსტში ჩვენ რეგიონში არის ჩვენი საფრთხეების შემცირება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ირანი გარდა იმისა, რომ პირდაპირ მხარდამჭერია რუსეთის, ამ თვალსაზრისით საფრთხე არის ჩვენთვის. აი რაღაცა ვირტუალურ იმებზე ვინც ღელავენ, არაბ ბედუინებზე ემირატებიდან ვინც ჩამოვლენ აქ 10000-ობით, ხო, ემირატებიდან თან. ანუ რეალური აი აქვე ეს საფრთხე, რასაც გარედან პოლიტიკური ისლამი გვიქმნის, თუ ამის ინფილტრაცია მოხდა, ამას არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას, რომ ჩვენი მოქალაქეებშია და ჩვენი ყავს ხელისუფლება, რომელიც ამაზე არ რეაგირებს კი არა. ანუ ირიბად მაინც მათი კურთხევით ხდება ეს ყველაფერი. აი ეს რაც ახლა ვაჩვენეთ, აქედან სადაც ჩვენ ვზივართ 1 საათის გზაზე. და ირანის დასუსტება მაგალითად ჩვენ გვიმცირებს საფრთხებს, მაგრამ უბრუნდების შედაცვას ლაპარაკობთ, ანუ რა ნაბიჯებს დგავენ, ანუ როცა პოზიციონირებაზე ლაპარაკი, პირდაპირ გაგებით ჩვენთვის საფრთხეს ქმნიანი, ყველგან შეგვაწუხებს ხო ახლა. ეგეთი ქსელის გაჩენა შენ ქვეყანაში ჩვენი საფრთხე არის იმის და მიუხედავად ეს ამერიკას რო არ მოეწონება მაგის მიუხედავად, მაგრამ დამატებით როცა ასეთ ნაბიჯებს დგავს ეს ხო ავტომატურად ამცირებს შენ შანსებს პოლიტიკური ურთიერთობის და დიალოგის შეთანხმების ეხლანდელ ადმინისტრაციასთან. ან ნებისმიერთან, მაგრამ განსაკუთრებით ეხლანდელთან. ხო. და ეხლა რავი ჩვენთვის ისედაც ცხადია, მაგრამ ამ კონტექსტში ეხლა როცა ჩამოვთვალეთ, ხო, რომ მათი ქმედებები ისიც შეგვიძლია შევაფასოთ, ანუ ვისთან ცდილობენ ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, ვის აგინებენ და ვინ ეთანხმება მათ. ეგ სტატისტიკაც უნდა გავაკეთოთ, შეიძლება ნახოთ განცხადებები. ყველაზე მეტი გინება, ანუ ევროკავშირი და ისინი ლიდერობენ, იმიტომ რომ ეგრე ხორად. მაგრამ იქვე ახლოს ამერიკა არის ერთ-ერთი ვის წინამდეგაც
არ კეთებ აგრეთვე თუ განცხადებები არის ჩინეთის ქება და რუსეთის და მათაც აქებს რუსეთი. ანუ შეგვიძლია ვნახოთ. ხო ის დუგინის ტექსტი როცა ამბობს რომ ჩვეულებრივად რომ ტრამპის ერთ-ერთი აქვს ქართული ოცნების რიტორიკა, რომ ტრამპი არის deep state-ის ნაწილი, იგივე ამოიღონ ახლა იმედის ქარდები თუ გვაქვს სავარაუდოდ უნდა გქონდეს, შეგვიძლია ამას შევადაროთ, ხო? ერთმანეთი, ანუ ერთ-ერთი აქვს თანხმედრა ამასთან. და ნუ პლუს მთავარ მოწინააღმდეგესთან სტრატეგიულ პარტნიორობას და აყავს ისეთ სუპერ სახელმწიფო წარმოაჩენს, რომელიც არის მშვიდობის ერთადერთი გარანტი ამ პლანეტაზე და შემდეგ უკვირთ, რომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს და მიუხედავად ამისაო ჩვენი გადადგმული ნაბიჯების გვიკვირს როგორ ვერ ვახერხებთ უთხეთ მოქალაქეებს, მათ შორის მათ მომხრეებსაც ვინც დარჩა და ჩამოყალიბებსაც. ანუ აი ამ ყველაფერს უნდა შეხედონ მათ, შევხედოთ ერთად და მივხვდეთ რომ ამ რეჟიმის ნაბიჯებმა გამოიწვია ყველა კრიზისი ბოლო წლებში და ყველა გამოწვევა რაც თავისუფალ სამყაროზე გვაქვს და რაც მათივე თქმით ცუდია. ანუ ჩვენ ხوار ვიგორებთ, რომ ცუდია, უგუნ ჩვენ ბრალი არ არისო. ყველა ეს ნაბიჯი მათი გადადგმული არის. ანუ ისევ დემოკრატიის ამბავში, ანუ აქაც უცინიკურად იძახეროა, აი ახლა სახიფათო ისე რომ დემოკრატია კი აღარ იქნება მნიშვნელოვანი სტრატეგიული. გადაბმულია ჩვენ შემთხვევაში ეს საკითხები. ჩვენთანაც რეპრესიები პოლიტიკური ეხება პროდასალურ ოპონენტებს. იქ სადაც აი მართა საფრთხეებია, ოპონენტები კი არიან, ავტომატური საფრთხე არიან და ლეგიტიმური სამიზნე არიან. ხო? იქნება ეს თქვა ფუნდამენტალისტური და ძალადობრივი იდეოლოგიის გავრცელება, ხო? და ჩვენი მტრისთვისაც ოკუპირებული ყოლა და ვინც ღიად გვემუქრება და მათივე აღიარებით საფრთხეა, ოღონდ მაგ საფრთხით გვაშინებენ არალეგიტიმურ დასკვნების გაკეთებისკენ უბიძგებენ ხალხს. იქ როდის ვნახეთ ჩვენ რაიმე ქმედება იმათი გავლენის შესასუსტებლად. პირიქით, ყველა ნაბიჯი მათ აძლიერებს და ისევ უნდა გავიხსენოთ, იმიტომ რომ ყველაზე თვალნათელი მაგალითია. ეხლა იმ კაც ბრალი წაუყენეს შეკვეთ უმკვლელობაში ფარცხალაძეს, ყოფილ გენპროკურორს. ოღონდ ეს ბრალი წაუყენეს, როცა შიდა კლანური დაპირისპირება ორგანიზებულ დანაშაულთან გადაჯაჭვული მოხდა. თორე აქამდე ამ კონტექსტის გარეშე, როცა ის მხილებული იქნა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ის არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და ღიად ხდებოდა ხო, ხო? ანუ მათი კურთხევით წავიდა ქართულ რუსულად ბიზნეს ურთიერთობის პლატფორმა შექმნა, როცა სანქცირება დაიწყო რუსეთის. ამ კაცის სანქცირება რომ მოხდა, ყალყზე დადგა მთელი მთავრობა კანონმდებლობა შეცვალეს მისი კომფორტისთვის. ზუსტად. ანუ როცა ვლაპარაკობ დემოკრატიაზე და ყველა ჩვენ შიდა პრობლემაზე, პირდაპირ გადაბმულია ყველა შიდა პრობლემები ჩვენს უსაფრთხოების და გეოპოლიტიკურ საკითხებთან და ყველა საკითხში ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის აზიარი. ანუ რო შევაჯამოთ, შენ კარგად გაიხსენე ყველა ეტაპზე ვარო. ევროკავშირთანაც ყველა ამის მიუხედავად ევროკავშირმა და ეგ საკამათო ნაბიჯები იყო. გადადგა მათთვის, ანუ ხელისუფლებისთვის სახარბიელო ნაბიჯები. კანდიდატ სტატუსი მიცა უმძიმესი ნაბიჯების შემდეგ აი რუსული კანონი დარბევები, ხო? არც ერთ წინაპირობაში იქამდე რომ სრული საპირისპირო ლევან იოსელიანი ავირჩიეთ კონსენსუსით პარლამენტში ერთადერთი რაც. მადლობა. იქამდეც არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ იყო სრული გეოპოლიტიკური მხარდაჭერი საქართველოსი და საქართველოს რეპუტაციის და ინერციით. თავის დროზეც, როცა ასოცირების შეთანხმების დასრულება მოხდა. ანუ პირიქით კრიტიკა ლეგიტიმური არის, რომ ითქვას, რომ სამწუხაროდ მათ შორის ჩვენი მოკავშირეების ზოგიერთ ბიუროკრატი ამ საერთო წარმატების იმაში არ იმჩნევდა, ეგ ეხება ჩვენი ვოჩდოგების ნაწილსაც, ხო, წლების განმავლობაში არ იმჩნევდნენ რამხელა პრობლემა იყო. ანუ შენ ამბობ, რომ სასამართლოს მე-6 ტალღა, მე-7 მე-8. ხო, რომ არსებით და რაღაცებით ატყობდნენ, ხო რა, კოტები შემოიღეს, რომ გაეგუებინათ კონიუნქტურისთვის, ამ ჩემი აზრით ძალიან დასავლური შიდა დისკურსის თვალსაზრისით მავნებლური კონიუნქტურისთვის. და ამის გამო ხდებოდა, მაგრამ ამას ეხლა იმიტომ ვიხსენებ, რომ ყველა ამ ეტაპზე მათ ყველაფერი მიცეს და ამერიკასთან ურთიერთობაშიც რამ გამოიწვია? ანუ პირველი მთავრობა იყო ჯერ რომელმაც ელჩის კანდიდატურა შეაფერხა. ეგეც სხვა შორის ბევრს არ ახსოვს, ხო? ეგეც ძალიან არამეგობრული ნაბიჯი არის თავის დროზე. 2000 რომელი წელი იყო? 17 ხო? თუ არ ვცდები, ხო? და ანუ აგრიმანის მიცემა გაიწელა და მე ანუ ეგეც ძალიან სიმპტომატური იყო. და მე დაიწყო თავდასხმები ღია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იქამდე ლანძღავდნენ სენატორებს, კონგრესმენებს, თუ რამეში გააკრიტიკებდა, სრულად არაჯანსაღი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებისთვის საზიანო. მიუხედავად ამისა, მან სტრატეგიული ის გრძელდებოდა ინერციით, მოკავშირებოდა მხარდაჭერა და მე დაადანაშაულეს ამერიკა, რომ ომის დაწყება უნდა საქართველოსშიო. ეგ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო ყველაზე უფრო გამოუწვეველი ნაბიჯი. ოღონდ შეიცვალა ის ხელისუფლება და ეხაც იგივე საგრძელებენ. რახან ვერ მიიღეს კურთხევა, რაც გინდა აკეთე საქართველოს. ამ პირობაზე უნდა დაალაგება, რომ შენ მე რაღაცაში დამჭირდები, ან უნდა დამეხმარო და სხვა მხრივ ყურადღება არ მომაგდო. ხო, იქაც სტრატეგიულ საკითხებში ჩვენი ეროვნული ინტერესების პირველ რიგში და ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება. ამიტომ ხალხს უნდა უთხრათ ყველას ჩვენგან განსხვავებულებს, რომ დასკვნა არის ესეთი. არსებობს სხვა სცენარები, არის კარგი სცენარი და ჩემი აზრით იმ ძალიან ცუდი პერიოდის შემდეგ, როცა მოხდა
მორღვევა დასავლური და ამერიკული ძალისა ჩვენ რეგიონთან მიმართებაში განსაკუთრებით 2008-14. ეხლა ამ ძალის დემონსტრირებით იქნება შანსები, რომ მოხდეს ეფექტური დაპირისპირება ამ ძალებთან, რუსეთთან, მის მოკავშირეებთან, ჩინეთთან, ჩვენ რეგიონში მათ შორის. ანუ, კარგი სცენარია, რომ ეს დაპირისპირება იქნება აქტიური და ამერიკის როლი კიდევ უფრო გაიზრდება თავისთავად მათი ინტერესი პროაქტიულად ჩვენ რეგიონში და ეს მოხდება. Ну, ცუდი სცენარია თუ ეს ასე არ არის და ჩვენ რეგიონთან მიმართებაში სხვანაირად ხდება ყველაფერი, მაგრამ როგორი სცენარიც არ უნდა იყოს. ამ რეჟიმის არსებობის პირობებში ჩვენ ვართ ყველანაირი თვალსაზრისით უზარმაზარი საფრთხის და მზარდი საფრთხის წინაშე. მოკავშირეების გარეშე, თავდაცვიანობაზე ხარჯის გაწევის გარეშე, რეალური ხარჯის და როცა სუსტი ხარ, ყველანაირი შარის გაჩენას უნდა ელოდი. ანუ ის მტერი ვინც ყავს რუსეთის პირველში ხო ის არის, თუმცა ჩვენი სახელმწიფოების განადგურება უნდა და ამის მიღმა სხვადასხვა სცენარებში ჩვენ არ ვიცით ახალი საფრთხეები რა გაჩნდება, როცა მარტო ხარ და სუსტი. აი ამ კომბინაციით და ქვეყნის შიგნით დემორალიზებაზე ხარჯავს შენივე მთავრობა ყველაზე მეტ დროს საზოგადოების, ეგ არის ყველაზე საშიში სცენარი უსაფრთხოების და მშვიდობის თვალსაზრისით. ხო. ქართული ოცნების გულშემატკივრებისთვის, ამ მხარდაჭერებისთვის, ან სტატუს კვო ლოიალისტებისთვის, რომლებიც შეიძლება ჩვენ პოდკასტს უყურებდნენ, ან შემდეგ ახლო მომავალში ნახონ, სწორად რო ესმოდეთ ჩვენში თქვენს გულისხმობთ. ანუ ყველასთვის ეგზისტენციალური საფრთხე. თქვენთვის პირადად, თქვენი შვილებისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის, განსხვავება არ არის. ვინ როგორ პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრობთ, ვინ მემარცხენია, ვინ მემარჯვენე, ვის პირადად ეხა ივანიშვილი მოწონს ან ვინმე სხვა. საუბრობთ ამ ქვეყნის მომავალზე და თითეული მისი მოქალაქის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე და საქართველოს დამოუკიდებლობაზე. და არ არსებობს სცენარი, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი თუ ის დარჩა, შეძლებს ამის გადარჩენა, სულ რომ ამის სურვილი ქონდეს. ანუ სულ რომ მოღალატე არ იყოს. ხო, ჩემს მოღალატეობა ამას როცა შვები ჩვენთვის, მაგრამ ხვალიდან რომ მოინდომოს, რო თქვას რომ კარურეკავენ, რომ ხვალ ეს უნდა ქნათ. მოინანიოს, ეკლესიაში წავიდეს, მოინანიოს, მოღალატე ვიყავიო. და ხვალიდან მინდა ამ ქვეყნის გადარჩენა. არ არსებობს სცენარი, რომელშიც ის იმ პოლიტიკით, რასაც ახორციელებს, მოახერხებს საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენას. უნარი მას არ გააჩნია. პოლიტიკის შეცვლის არანაირი უნარი და იმიტომ რომ ავტომატურად ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია და ამას და ისაც ბუნებრივი მოკავშირეა საქართველოს დამოუკიდებლობის წრების, რუსების და ყველა ამამის. და ისევ ასე ვთქვათ, სტატუს კვო ხალხისთვის, ვინც არ ნიშნავს სტატუს კვოს საბედისწეროდ. თუ ხარ სუსტი და მოკავშირეების გარეშე. აი ყველა ჩვენ დანარჩენ არგუმენტს დავანებთ. ეს ხო ყველა ვარიანტში იზრდის საფრთხეს აგრესიის ყველასგან. იმ აგრესიის, რომელზეც თვითონ ეს რეჟიმის პროპაგანდას მიუთითებს რუსეთი და ყველა სხვა. და ეს შედეგი მიაღწიეს და ჩვენ სხვა შორის ახლა უნდა გადავიდეთ ამ ამბების ამბავზე და იქ პირველი ამბავი ამას უკავშირდება. კი. ხო, მაშინ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ჩვენ მეორე რუბრიკაზე, რომელიც გვაქვს პოდკასტში, ეს არის ნიუსები, რომელსაც გვერდი ვერ აუარეთ და დღეისათვის გვაქვს ორი. პირველი ნიუსი ფაქტობრივად ჩვენი თემის გაგრძელებას მაგაზრით ხო? ანუ ალიევი დაოში მისი განცხადება საქართველოს დერეფანზე გამავალი ტვირთები მალე სომხეთზე გადაინაცვლებს. ანუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ხო, ანუ აქ ორი რამე მინდა გავამცალკეო, რომ ერთი ამბავია, რომ თავისთავად ის რომ თქო ნორმალიზაცია ხდება საბოლოო ურთიერთობის ჩვენ ორ მეზობელს შორის და ეს ყველაფერი ხდება კონტექსტში რუსეთის გავლენის განეიტრალებით და თავისთავად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენის განეიტრალებას სტრატეგიულად ჯამში ჩვენთვის არის კარგი. რო არა გვერიოს ორიენტირება. რა თქმა უნდა, ამის შედეგად რო რაღაც საკითხებში მათ შორის რაღაც ტრანზიტის ნაწილთან დაკავშირებით კონკურენციაში აღმოჩნდებით, რომელშიც არ ვიყავით, ეგ გარკვეული გამოწვევა არის, მაგრამ ჩემთვის აქ ეგეც არ არის მთავარი. ჩემთვის მთავარი არის, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა რატომაც ჩათვალა საჭიროდ, რომ დავოში ეს ხმამაღლა და ესე ეთქვა, რომ ეს საქართველოზე არ გაივლის. და საგანგაშო სიმპტომია, ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რეგიონში რა ტიპის წესებია არის ურთიერთობის, ანუ ძალიან ერიდებიან თუ არა რაღაც დაპირისპირება, რაღაც ჩხლეტასაც კი ლიდერები. ამ შემთხვევაში, ანუ დეტალებში კი არ შევდივარ, ანუ საგანგო შემთხვევაში იყო, რომ ამ და სხვა ამბებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია დავასხმათ, არის რომ პოლიტიკური ურთიერთობა, რასაც ქვია დარეგულირებული მეზობლებთან, რა წონასწორობა, რაც ჩვენ ეროვნულ ინტერესში არის, არ გააჩნია ამ პოლიტიკურ ხელისუფლებას არც ერთ ჩვენ რეგიონულ მეზობელთან. ალიევი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, საქართველოსთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრჯერ სწორი ურთიერთპატივისცემაზე ნობილი გადაწყვეტილება მოიგო. ჩვენ ახლა მაგასით არ შევდივართ. ანუ მაგაში არ შევდივართ. მას თავის ეროვნული ინტერესები აქვს, რომელიც შეიძლება რაღაც ვითარებებში. ვისი თქმა მინდოდა. იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთან
წინააღმდეგობაში. და შენ უნდა იყო ძლიერი, კარგი ურთიერთობის და მეგობრული ურთიერთობის შესანიშნავად უნდა იყო ძლიერი. სისუსტე ყოველთვის ცუდია. და სისუსტე და მით უმეტეს თუ ურთიერთობაში რესურსის არ ჩადე, ყველაზე უარესი ამბავია. ხო, ანუ მან ჩათვალა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ის არის, რომ ალიევმა ჩათვალა საჭირო მას აზრის გადმოცემა შეეძლო ძალიან მარტივად იგივე შინაარსის თქმა ისე რომ საქართველოს არ დაესახელებია, მაგრამ მან ჩათვალა საჭიროდ საქართველოს დაესახელებია ღიად ამ განცხადებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან დაალაგება კი არა, დაალაგებული ურთიერთობები რაც ჰქონდა, იმასაც ვერ ინარჩუნებს. ანუ ისე მდგომარეობაში შეიყვანა ქვეყანა რომ მეზობლებთან დაალაგებული ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში, აწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა ამ ქვეყნის სხვადასხვა ხელისუფლებამ, იმასაც ვერ ინარჩუნებს. კი, და თან ეს ყველაფერთან მიმდროშ თუ ჩვენ ახლა სუვერენობა ნამდვილი მოვიპოვეთ და მან ხო კომიკურია რომ წინა ღალატებს აღიარებენ რომ თავრობებს უნიშნავდნენ თურმე ამერიკიდან. სისულელეს, მაგრამ აი ახლა მოვიპოვდა რეგიონული კი არა, საერთოდ მოთამაშეები გავხდით რაღაცა ჩინ და ამ დროს სრული იზოლაცია ამერიკიდან, ევროპაში-დან, გაერთიანებული სამეფოდან. ჩვენ მეზობლებთან ამ მარტო ამით ხარ მსჯელობ სხვა ყველაფერთ, მაგრამ ესეც შენ სწორად თქვი, ანუ თავისუფლად შეიძლება არ იქნება. მოხმაურებაც არ ქონდა. ანუ ხო ხდები, რასაც ნიშნავს. თან ის იმ ფონზე ანუ ადამიანებს ცოტა კონტექსტის უნდა გავახსენოთ, ვინც ყოველდღიურად ნიუსებს და იმას ყურადღებას არ აქცევს, ხო? არსებობდა ანუ ხუმრობები იყო უკვე, რომ ანუ მაკა ბოჭორიშვილი თუ ვერ მოახერხებდა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან რაღაც დასავლეთში ან სხვაგან დაკავშირებას, ხდებოდა აზერბაიჯანის ელჩს. წელიწად ნახევრის განმავლობაში მგონი 12 ჯერ შეხვდა მხოლოდ აზერბაიჯანის ელჩს და ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც უკვე იზოლაციაში ვექცეოდით უკრაინასთან დაკავშირებული, უკვე არც რიტორიკა ჰქონდა სწორი და არც დასავლეთთან ურთიერთობა, აზერბაიჯანთან ჰქონდა მგონი არ ვიცი, ორნიშნა რიცხვის ვიზიტები იქეთ-აქეთ და ამ ფონზეც უცებ აზერბაიჯანიდან იღებ ესეთ გაფრთხილებას. ჩვენ შეგვიძლია საბაჟო ტვირთებთან დაკავშირებული პრობლემას გავიხსენოთ ამ კონტექსტში, სადაც აზერბაიჯანული პრესა და ნუ ხო ვიცით ხო, რომ აზერბაიჯანში პრესა რომელიც გამოდის, დიდწილად არის სახელმწიფოს მიერ ტოლერირებული პრესა, ხო? იქ რაღაც კრიტიკული პრესა არ არსებობს, ძალიან ღია საქართველოს კრიტიკული სტატიები იბეჭდებოდა რა. ნუ ანუ შიგნით ისეთი თემა იხარშება, როცა ბიძინა ივანიშვილი ვერ ახერხებს იმ მონაპოვარს, რომელიც ბევრმა ხელისუფლებამ საქართველოს მთელი 2 აწლეულის განმავლობაში ამ ქვეყანას მოუტანა იმის შენარჩუნებას. ესენი ლაპარაკობენ, რომ ჩვენო ტრამპთან დავლაგდებით. და მეორე ხა სრულიად სხვა თემაზეა და მაგრამ რაღაცა ამბავში კავშირში არის. ესეც კი. ესეც კავშირშია, ხო, იმიტომ მე ხა არ მინდა კობახიძის უკანაც შევიდე, მაგრამ ამ მის გზავნილიდან ჩანს და მანამდეც რაც გააკეთა ეკონომიკას და ფასებთან გამომშერას აკეთებს. ეს მგონი ანუ ღარიბაშვილზეც თან შედარებითაც კი მწირი ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანია და რამდენიმე სამართლებრივი დებულების მიღმა საერთოდ ვერაფერში ვერ ერქვა რა. მაგრამ ისე ბუნებრივად ჯდება იმაში, რაც მათი იყო, რა ინსტინქტიც ქონათ ხოლმე. ნაბიჯები ზოგჯერ დგავდნენ ამ მავნებლურს, ზოგჯერ მე აღარ დგავდნენ, მაგრამ გზავნილი, აი ეს ახლა რაც მოვისმენ. ფასებზეც იგივე გაუგებრობაში არიან. ხო, ეხლა მოდი მაშინ ვნახოთ კობახიძის ვიდეო, იმიტომ ძალიან საინტერესოა და შემდეგ როცა გაჩერდება, იქიდან გავაგრძელოთ მსჯელობა და გავარჩიოთ ეს. საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენაირ ქვეყანაში, 4 მილიონიან ქვეყანაში და თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 64 უნივერსიტეტი როცა მოქმედებს, ამით არის ყველაფერი ნათელი. მეტი ჩაღრმავებაც კი არ დაჭირდება ამას. ჩვენი მიზანი რა არის, რომ როდესაც მიზანი ხომ არის, რომ სტუდენტს მიიღოს განათლება და ხარისხი მაღალი ხარისხი კონკურენციის პირობებში უფრო შესაძლებელი არის. კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტს თუ ექნებათ კონკურენცია და თუ ეცოდინებათ, რომ სახელმწიფო გრანტიანი სტუდენტი შეიძლება წაიყვანონ თავისთან და სტუდენტს, ასე ვთქვათ, კარგი აკადემიური მოსწრების სტუდენტი წაიყვანონ. კონკურენცია მცირდება თუ იზრდება. ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ეუბნება, რომ თუ კი 30000 სტუდენტი არის, მე შემიძლია 30000-ვე მივიღო უფასოდ. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია ხო არ არის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. და დღეს პრობლემა ნახეთ რა არის. ჩვენ როცა ყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება ყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ ყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ 2 გუნდი. და ჩვენ ვაკეთებთ რას, რომ ყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის თავარი, ჩვენთვის თავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რომ საქართველოში
ქართულმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. თუ აი მოусმინეთ ახლა, სადაც ამბობს, ანუ მოკლედ. და თან ამის მე ატრიალეს მე ვნახე ხო მათი ის რომ რა მაგარი პასუხი გასწავლა ანუ სასწაული ამას კაცი რომ მოიფიქრებს მე მგონი ვიღაცები ეხადავებიან თვითონ გუნჩი იციან რჩეველებმა რომ ეს ვერაფერში ვერ ერკვევა და ეგეც სიგიჟე მაგალითები მოყავთ რა ანუ მაგრამ ხალხს მაინც მიუხედავად რომ ჩვენ ვძახთ რომ აბსურდია მაგრამ ისევ სრულიად გონიერი პატრიოტი აზრიანი ადამიანებიც რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არიან ჩაფლული და ბევრად მეცხრომას ხარჯავენ ნაკლები დროს უთმობენ შეიძლება ვიღაცამ ისე მიუტანოს და შეცდომაში იქნას შეყვანილი რომ მართლა ახლა კარგები შეკრიბია და ცუდები რადგინა თავარი ამბავი ანუ ფეხბურთის ანალოგია ისე პრიმიტივად მოყოთ ის 11 საუკეთესო ვინ არის როგორ უნდა გაირკვეს თუ ჩემპიონატი არ აქვს და გუნდები არ აქვს და ისინი ერთმანეთს არ ეჯიბრებიან ანუ კონკურენცია არ არის ეს ამ ბოდვას რომ ჩვენ შიდა კონკურენცია კი არ გვაინტერესებს გარე გვინდა გარე კონკურენციაში რომ მოიგო მაგისტვის გჭირდება შიდა კონკურენცია ძალიან კაი ციკლი არის ფილმის ცივილიზაცია ფერგუსონის რომელიც იხილავს ამ დასავლურმა ცივილიზაციამ ევროპულმა რომელიც ნაწილი მე ამერიკაც გახდა რატომ მოიგო ამ კონკურენციაში ისტორიის ამ ეტაპზე მინიმუმ მათ შორის ისეთ ძლავრებთან როგორც ჩინეთი იყო ვისაც აქ საშუალება ურჩევა რომ ნახოს და ერთ-ერთი ბევრი ფაქტორი არის მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც კავშირშია სხვა ფაქტორებთან იყო რომ უმწავესი შიდა კონკურენცია არსებობდა ევროპაში ბევრ სფეროში რომელიც იქ აიგზავნა სწორედ ასეთ დროშებით რომ აი ცენტრალიზება და კარგიო მთავრობა გადაწყვეტს კარგი 11 ფეხბურთელი რომელია ისე რომ გუნდები არ იქნებიან ვინც ერთმანეთს ეთამაშება სადაც უნდა ნახო ვინ არის ეს კარგი მე მგონი სიმედია გიცი სანამ ამ განცხადებას გააკეთებ და ფეულას აყურებინე რა იპოლიტა ხვიჩია რომ გუნდს აგროვებს და სუსტები მაინტერესებს მაგის სიმედია უფრო სუსტებში აგროვებს და ამით საერთაშორისო წარმატებას მოიპოვებს გენიალური ფილმი საფრთხეში რო აყენებს კარებში რომ ბურთის მეშინია და რო ხარია მართლა შვილო რეულე შვენიერია ეს ხო მაგრამ არა მართლა ანუ ეს ხალხი და ყველაფერში ანუ დეტალებში აღწერს აი ვინმეს რო ეთქვა ჩემს რომ მოდი აღწერი არასწორი რა შეიძლება არასწორი არგუმენტები რომ დაახოვო ამ საკითხში უნდა მოგეფიქრებინა რომ ეს იყავი დღეს ითამაშე საპირისპირო მხარე არასწორი ესეთი ანალოგია აი ყველაზე არასწორი ანალოგია რომელიც აი საპირისპიროა სინამდვილეში ყველაფერი ვერ მოვიფიქრებდი ესე კარგად როგორც ამ პოლიტიკურმა არარაობამ მოიფიქრა რომ ხალხს უთხრა რომ ჩვენ არ გვჭირდება კონკურენცია და ბევრი უნივერსიტეტების შორის კონკურენცია რომელსაც მოხალხე ერჩევ იმიტომ რომ ცოტა ყავს კაი ხარისხის პედაგოგები თუ უნივერსიტეტები და ამიტომ მთავრობა თავისი ჩარევით გადაწყვეტს შეარჩევს იმ კარგებს და ერთად და ხოვებს და ამიტომ გარე კონკურენციაში ჩვენ ამის შედეგად მოვიგებთ თურმე ფეხბურთშიც არ არსებობს წარმატება ახლა სხვა დოზის არის ეს მაგრამ რომ ნაკრებმა ანალოგიას არის ძახს რომ გარეთ გვიდა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს თუ ჩემპიონატი რაღაც დონეზე მაინც არ გაქვს შიდა კონკურენცია არ არსებობს ან მე მინდა რომ მივმართო მას რომ ბატონო ირაკლი თქვენ თუ შეიძლება არ გასწოდეთ საბჭოთა კავშირი კარგად თქვენ მშობლებს შეგიძლია კითხოთ არსებობს ესეთი ქვეყანა რომლის ნაწილით ჩვენ სამწუხაროდ ვიყავით და მას ჰქონდა ესეთი დოქტრინა რომ შიდა კონკურენცია არ მაინტერესებს რომ ჩემთვის ვარი მთავარიო საერთაშორისო კონკურენციაო და როგორ დაამთავრა ამ ქვეყანამ შიდა კონკურენციის არქონის პირობებში მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ეს წესით უნდა სანამ დაამთავრა შეიძლება თავი გადავასწროთ ხო შეიძლება თავები და ეგ უნდა უთხრათ ჩვენ მოქალაქეებს რომ აი ეს მიდგომა სანამ ეს აპოლიტიკური არარაობა ნებისმიერ სხვა არარაობა ივანიშვილის ხელისუფლებაშია და ამ იდეებს ავითარებს მე მით უმეტეს ნაბიჯებს დგავს და განათლება ჩვენ ნახეთ ნაბიჯები ხო ეკონომიკაში იქამდე ნანახი ვაკ ნაბიჯები გადასახების გაზდა და ეხლა თუ რამეს გადადგავენ ყველაფერი მავნებლობა იქნება ამის განხორციელება დაიწყეს და თუ ეს ხალხი ხელისუფლებაში შეება ამის ფასს გადაიხდიან ყველასი ჩვენი შვილები მე შენგან განსხვავებით პოლიტიკურ არარაობად არ მოიხსენიე ბატონო ირაკლით მოიხსენიე რომ მიღებლობა გაუზარდო ამ მესიჯის მიღება ხო ნეტარ არიან მორწმუნეები მაგრამ ხო ნუ ესეთი სიგიჟე რაც ილაპარაკა ფასებზე რაც ილაპარაკა მაგაზე სავარაუდოდ ცალკე ჩავწერთ ვიდეოს იმპრეგეც ეგეც მიდგომა იგივეა რომ ისევ რომ ყველაფერი ანუ თუ რამე შემართალი ხო შეგვიძლია შევაჯამოთ რეიგანის ხო ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ქალაქი, ერთი სუპერმარკეტი, ერთი ქალაქი, ერთი გუნდი, ერთი ქალაქი კიდე არა, ქვეყანა ამ შემთხვევაში, ქვეყანა ერთი გუნდი. ხო, ქვეყანა. არა თუ ქალაქი. ხო. აქ საბოლოო ჯამში ამ ანალოგიაში. ეგ ძალიან ცუდი ის არის რა, ანუ საქართველოში როგორ და კი, ფეხბურთში უნდა რომ მაგარი ნაკრები უნდა ყავდეს, ოღონდ ჩემპიონატი არა და კლუბები ერთმანეთს არ უნდა ეჯიბრებოდნენ. წარმოგიდგენია საბჭოთა კავშირი კიდე უფრო ტოლერანტული იყო ვიდრე ბატონი ირაკლი კობახიძე ის ლანჩხუთის გურიის არსებობის და ქუთაისის ტორპედოს არსებობის უფლებას მაინც აძლევდა ამ ქვეყანას რა. რომლებიც პერიოდულად წარმატებულებიც კი იყვნენ. უმაღლესი ლიგაში თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის. ხო. გონი ეს არის ხო კიდე მადლობა ვთქვათ მოთმინებისთვის. მოთმინებისთვის მადლობა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ მართლა მთავარია
ვფიქრობ სიტყვას და შინაარს ჭირდება გავრცელება დაგვეხმარეს ამაში თუ გვეთანხმებით თუ კრიტიკა შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში და ჩვენ შევეცდებით კრიტიკა დაგიწერენ ნებართვის გარეშე თუ სწორი პოზიციიდან იქნება დასმულია ჩვენთვის მისაღები იქნება ან ჩვენ დაგვაფიქრებს ესეთ გავითვალისწინოთ და შემდეგ პოდკასტებში ისე როგორც თემა მე მგონია რომ ამ თემაზე საუბრობ ძალიან კარგი დისკუსია ქონათ გიორგი სიხარულიძეს და თამარს ამ თემაზე მაგრამ ესეთ თემაა რომ უნდა გავაგზავნოთ ჩვენც ფასების იმიტომ არ არის ეგეთი მარტივი ასახსნელად და ეს არის პროპაგანდისტვის მაგალითად მეტიც განათლებაზე უფრო ისეთია მაგრამ მანდ აი ესე ადამიანებისთვის რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშია ჩაფლული და უჭირს და იმაშებია ესე რომ გააგონებ ის არის რა შეიძლება რაღაცა ცუდი ხალხის ბრალია რომელიც რაღაცა შეთანხმდა და ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს პირდაპირ ჩარევით და ამას ხელს უწყობს სამწუხაროდ ოპონენტების მედია დისკუსიის ნაწილიც და სამწუხაროდ პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილიც წლების განმავლობაში მარტო ეხლა არა და ამიტომ მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. მადლობა გიგა, მადლობა მეგობრებო, გემშვიდობებით, მადლობა შაბათ. თქვენ ვინც გვისმენთ, მადლობა თენგოს.